გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დაგიბრუნდით პოდკასტ არეადან, ძალიან საინტერესო სტუმრით, რომელსაც დიდი ხანია ვნატრობ, რომ მოვიდეს ჩემს გადაცემაში. ეს არის მათე მაყაშვილი. მათე, ვინც არიცით, არის გადაცემა სასწაულის ძიებაშის ავტორი და წამყვანი. და თუ არიცით, ამ ვიდეოს აღწერაში იქნება ლინკი, გადადით და მიყრევით მის გადაცემებს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო აკეთებს ამ ყველაფერს და ისეთ ადამიანებს გაიცნობთ, რომლებიც შეიძლება არიცით, რომ საერთოდ ჩვენს გარშემო არიან და ძალიან საინტერესო ცოდნას აზიარებენ, მათ შორის მათიც. მადლობა ესეთი წარგენისთვის. მიხარია და ეს გულშემატკივრობ დიდი ხანია. გაკვირდები უყურებ შენ გაზრდა განვითარებას და ძალიან მიხარია მოკლედ. მადლობა. სანამ თემას დავიწყებ და დღეს ჩვენ საუბრობთ მაძიებელზე, მაძიებლის გზაზე და საერთოდ ეს მაძიებელი რა ფენომენია, რატო შემოვიდა ჩვენში, თუ არ ვიცი არ შემოვიდა, ამას გავარკვევთ ალბათ გადაცემის ველობის დროს. გადაცემის წარმოდგენზე მინდა რომ ვთქვა ერთი სიტყვა, ეს არის MyPenG. MyPenG არის ჩემი მარჯვენა ხელი, ეს უკვე თქვენ იცით კარგად, რომელიც მეხმარება სტატიების თარგმანში, წერაში და ძალიან მიადვილებს იმ საქმეს, რასაც პოდკასტის მომზადების, ეპიზოდის მომზადების პერიოდი ქვია. ამიტომ ეს ლინკიც იქნება MyPenG-ის აღწერაში და ნახეთ. დავიწყოთ საუბარი. შენ პირდაპირ, რა ვიცი, სახელიდან გამომდინარეც ატარებ ამ მაძიებლის რაღაცა არ ვიცი სიტყვა გზას, ხო? რაღაც მაგზაზე დგახარ. შენთვის რა არის მაძიებელი, რას ნიშნავს და ეგ გზა რა არის? გამიხარდა ეს თემა რო არჩიე, იმიტომ რომ სიმართლე რო გითხრა, ეს ნაფიქრი არ მაქვს ჩემთვის, აი რა არის, მე მაძიებელი ვარ და აბა ვინ ვარ მე და რას ვეძებ, ესე არ მიფიქრია. და ეხლა უფრო ცოცხალი პროცესი იქნება მსჯელობის. ხო და ბოდიში გაწყვეტილებ, თან მათემ თემა არ იცოდა, სანამ მოვიდა. ხო, და ეს მიხარ, ეს არის მაძიებელი. როცა არიცი მაგ და მინდიხარ. შეკითხვის დასმით იწყება ალბათ რა. როდესაც ხვდები, რომ რაღაცა ისე არ არის. რაღაცა მოცემულობაში ხო ვიბადებით ჩვენ ყველანი რა. და რო ვიბადებით უკვე რაღაცა გამზადებული ინფორმაციული ველია. და ამ გამზადებული ინფორმაციული ველში არის რაღაც გამზადებული სცენარებიც, რომელშიც ხალხი ცხოვრობს და რომელიც ჩვენთვისაც თითქოს უკვე დაწერილია. და მე ამ სცენარებში ცხოვრობ და გარშემო იყურები და რაღაცა არ არის ეს. რაღაც რიგზე არ არის. Westworld-ი გაქვს ნანახი სერიალი? აი მანდ არის ეს ძალიან სიმბოლური მომენტი, როცა გამოღვიძებას იწყებენ თვითონ პერსონაჟები და შეკითხვას სვამენ. ერთი მეძავი გოგოა მანდ და ძალიან დამამახსოვრდა ეგ მომენტი. უცბად თვალები უცრემლიანდება და მეორე პერსონაჟს ეუბნება, რომ მომწყინდა ეს ცხოვრება აღარ მინდა რომ სოფელში წავიდე, ჩემ მშობლებთან ერთად ცოტა ხანი ჩემი ფერმა მქონდეს და თვალები უცრემლიანდება და ხვდები, რომ გაიღვიძა ამან უკვე, როცა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ უკვე იმ სცენარს, რა სცენარშიც ხარ. და ამ სცენარის მომავალსაც ხედავ თითქოს, საით მიდის. და მე შენ არ გინდა ამ სცენარში ცხოვრება. მაგრამ სხვა სცენარის არ არის გარშემო. მომავალს ხედავ, რაშიც დაიბადე იმ სცენარის მომავალს ხედავ. იმ სცენარის მომავალს ხო, უკვე ხედავ მაგალითად შეიძლება შენი მშობლების სახით, შენი მეზობლების სახით, ბიძა შენის, ბაბუა შენის, ნუ რა გზა გაიარეს, ხო? ხედავ ასე თუ ისე, სად მიდის ეს. და ეს არ გინდა შენ. არ გინდა და იწყება ამბოხება. ხო. ეს არ მინდა და მე იწყებ რაღაც ალტერნატივის ძიებას. მაშინ რა არის სხვა გზა? მაშინ სად არის სხვა გზა და აი მან უკვე ეგ არის ალბათ ის პირველი ნაპერწკალი, რაც რთავს ამ ძიებას. და ეს ნაპერწკალი რომ აინთება, მე უკვე ძალიან დიდი თავგადასავალი იწყება. ხო და მაგის ნაპერწკალის ჩაქრობა მოგონი შეუძლებელი. სამწუხაროდ მინახავს. შესაძლებელია. შესაძლებელი არა, შეუძლებელია, მაგრამ აი მინავლება შეიძლება, იმედგაცრუება შეიძლება გზაში და ემართოს ადამიანს, რომელიც მე სხვადასხვა სახით შეიძლება გამოვლინდეს, ცოტა პასიური აგრესიით და რაღაცებით არიან ეგეთი ადამიანებიც მინახავს, მეც ყოფილი ვარ ეგეთ მდგომარეობაში. და როცა აი დაიწყებ ძიებას და მე იმედგაცრუებაც მოდის, ცოტა ფრუსტრაციაც და ეს იმის ბრალია რომ შე რაღაცა მოლოდინი გქონდა, როცა ძიებას იწყებდი და არ გამართლდა შენი მოლოდინი და არ გამართდა მოლოდინი და მე ბრაზდები.
იმაზე ვისაც ეძებდი. რატო არ იყავი მან შემაიმონო. ხო. ძალიან საინტერესო ახსნა არის და მე როგორც თქვი მაქვს მე რადგან მიყვარს ეს ფსიქოლოგია იუნგის არქეტიპის სისტემაში გვაქვს მაძიებლის ესე ვთქვათ არქეტიპი და რას ნიშნავს ეს არის ანუ მახასიათებლები აქვს ესეთი შინაგანი დაძაბულობა სიმართლის ძიებისკენ ზედაპირული სამყაროს მიმართ უნდობლობა ეგზისტენციური კითხვა ვინ ვარ მე და რისთვის ვარ მზადყოფნა დატოვოს კომფორტი და წავიდეს უცნობში მუდმივი მიზიდულობა შიდა სამყაროსკენ ესეთი მახასიათებელი აქვს ну არაკმაყოფილება აი ზუსტად შედაც მოყევი ხა არაკმაყოფილებს მზა სტრუქტურები და არა დამყოლი ყოველთვის ისწრაფის მამის სახლიდან ანუ ცნობიერი საზოგადოებრივი წესრიგიდან გამოსვლისკენ მე არის ინდივიდუაცია ანუ ის ამბობს იუნგი ამბობდა რომ ცნობიერების და არაცნობიერების შერწყმა არის ინდივიდუაცია და მაძიებელი იძენს ძალას რომ ადამიანები ეჭვქვეშ უბრალოდ როცა ანუ მაძიებლის ძალა ესეთი არის რომ აყენებს მშობლისგან განათლებისგან რელიგიისგან მიღებულ სტრუქტურებს ანუ ამის ეჭვის ქვეშ დაყენება ხდება იწყებს საკუთარ ჭრილთან შეხვედრას იმ პიროვნულ თვისებებთან რომელიც მასში არის ეს რაღაცა ჩაბუდებული და პოულობს სიმბოლოებს მაგალითად სიზმრებს სინქრონიზაციებს სიმბოლოებს ანუ აკვირდება ამ ყველაფერს და თვითონ ანუ კარლ იუნგს არ გაუკეთებია არ დაუწერია გმირის მოგზაურობა მაგრამ ეს გააკეთა სახელი არ შემეშალოს ჯოზეფ კემბელმა და ესე თქვა რომ მოწოდება იწყება ჯერ მოგზაურობით ანუ გიჩნდება რომ შიგნით ჩახვიდე რა ეს არის პირველი ნაბიჯი მერე გაქვს უკვე რომ ცნობიერებიდან არაცნობიერებში ჩახვიდანო დისკომფორტი არის ეს ამ გზას გადიხარ მერე ეტაკები ამ ჭრილს რომ ვინ ხარ როცა შეგნით ჩახვედი ხო რამდენი დემონი გიზის თურმე შეგნით მერე იწყება უკვე ტრანსფორმაცია და ახალ მესთან შეგებება და მერე იწყება უკვე დაბრუნება საზოგადოებაში ანუ ეს ტრანსფორმაცია რო გააკეთე მერე ბუნდებს ხო ეს რა თქმა უნდა ხო ესე რომ შეგვიძლია რომ ესე ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული და ნუ ამ ყველაფერს აქ მოკეთეს ჭრილი რაც ნიშნავს რომ დაუკმაყოფილება ყველაფრით და ყველაფრისგან ანუ ეს არის ამ არქეტიპის უარყოფითი ბრჭყალებში მხარი ანუ ჭრდილი კონკრეტული მიზნის გარეშე ხეტიალი საკუთარი რეალობისგან გაქცევა სულიერების სახელით და სულიერ ეგოზე ჩვენ აუცილებლად ვილაპარაკებთ იმიტომ რომ მგონია რომ მე მქონია ეგეთი რაღაცა და შეიძლება შენც მქონია რომ ეს სულიერი ეგო იბუდე იღვიძებს უცებ როგორც კი ამ რაღაცასთან შეხვედრას იწყებ და საკუთარი ცხოვრების უარყოფა იმედგაცრუებული რომანტიზმით. ხო. ისე ეს გამიმეორე საკუთარი ცხოვრების უარყოფა იმედგაცრუებული რომანტიზმით. ხო, წაღერაზეც ვამბობდი. ხო, აი ზუსტად, ხო, ხა შენ მოყევი ერთიანდებაში და მე ვეცადე რომ ჩამეშალა, რომ კარგად გასაგები იყოს, რას ნიშნავს იდეაში, იმიტომ რომ ეს შენაირი ადამიანები, ხო, ვაძიებელი ადამიანები ყველგან არიან. ანუ აქ საქართველოშიც არიან, სხვა ქვეყნებშიც არიან, მაგრამ არქეტიპულად ყველა არიან ერთნაირები რა. და ამაში ცუდი არაფერი არ არის პირიქით. ხო, პირიქით ვეხმარებით ერთმანეთს. ხო, ძალიან საინტერესოა. მე ვაკეთე ერთი კითხვა პირველი. რას ეძებს მაძიებელი საკუთარ თავში? სიცარიელეს, რომელსაც ავსებს თუ იდენტობას, რომელიც ჯერ არ აქვს? დაუკმაყოფილებელია პირველ რიგში. რას ეძებს? წყურვალე ცხოველი უდაბნოში. ეგოს შიმშილია მან ეგრე გონია თავიდან. აი შენ შემთხვევაში როგორ იყო? მაშინ ეგ გაგვიზიარე. აი პირველი ნაბიჯი, პირველი კითხვა როდის? იმ ცნობიერების ალბათ რა ცნობიერებაშიც იმაშინ ვარ. ეგოს ამ შემთხვევაში რას ვეძახით? სელფის, ხო, ანუ ეგოს რაღაც ნეგატიურ კონტექსტში ხდება ხოლმე უფრო რომ ეგო აი მე ეგოისტი ადამიანი. არა. ამ შემთხვევაში მე, ხო, ინდივიდი რა. ინდივიდს უჩდება ეს შიმშილი, თორე ეს აბსოლუტში არანაირი შიმშილი არ არსებობს და თავიდან ბოლომდე სრულყოფილი არსებები ვართ ყველანი. მაგრამ სანამ ამ სრულყოფილებამდე მიხვალ, აი ამ პატარა მეს უჩდება რაღაცა დანაკლისი შეგრძნება, რომ მე რაღაცა არ მაკმაყოფილებს და სწორედ ეს რაღაცა არ მაკმაყოფილებს მე, იმიტომ რომ მე ეს არ ვარ ეხა რაც აქ ვარ. მე ვიცი რომ ეს არ ვარ. მე რაღაცა უფრო დიდი ვარ, მე რაღაცა
აი რაღაც არ მომწონს, რაღაც არ მყოფნის და რა არის, რაც არ მყოფნის, არ ვიცი რა არ მყოფნის და მაგასაც ძალიან საინტერესო არის. ერთი გურული ფირალის ჩანაწერი არის, ძველი და ესე იწყება 1900 რომ შესრულდა, რაც ხამ ტანში არ დამაყენა. და ეგ რაც ხარ, რაც ტანში არ გვაყენას. ეგ არის. ხო მე ტიპი ადგა გურის რომელიღაც სოფლიდან წავიდა ბათუმში, როჩილდის ზავოდში დაიწყო მუშაობა, მე იქ მოკლა ვიღაც სომეხი, ამაში გადაუხადეს ფული, რაღაც ეგეთ ამბავში გაერია რა ეხა ხო და აი ეს რაც ხამ ტანში არ დამაყენა, ეს არის რაც ხარ, რაც არ დაგაყენებს ტანში, გამორიცხულია რომ ტანში დაგაყენოს რა. და ადრე თუ გვიან მაინც გიწევს წასვლა რა, მაინც გიწევს რაღაცა მოგზაურობის დაწყება და ეს მოგზაურობა არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც გეოგრაფიული მოგზაურობა იყოს, თუმცა გეოგრაფიული მოგზაურობაც ეხმარება რა თქმა უნდა მაგას, როცა გარემო იცვლება, მაგრამ შინაგან მოგზაურობაში გულისხმობს რომ რაღაც ახალი სცადო, რაღაც ახალი მიიღო. მაგალითად არ ვიცი, დილით ადრე გაიღვიძო თუ იღვიძებ 9 საათზე, ეხლა გაიღვიძო 5 საათზე და აბა რა მოხდება. ეს უკვე მოგზაურობა, უკვე რაღაც ახალში შედიხარ, უკვე რაღაც შეუცნობელში შედიხარ, შენთვის უჩვეულოში შედიხარ და როცა შედიხარ ამ შენთვის უჩვეულოში, აბა ვინ ხარ მაგ დროს? შეიძლება ეს შენი პროგრამები უკვე აღარ მოქმედებდეს, შეიძლება შიშმა აგიტანოს. შეიძლება სხვა სიტუაციაში ძალიან მამაცი გეგონოს თავი, მაგრამ უცბად დილის 5 საათზე გეშინია რაღაცის და არიცი რისი. და შეიძლება იმ სიჩუმის რომელიც დგას. ანუ დისკომფორტში შესვლა არის თავისთავად, ხო? დისკომფორტში შესვლა არის თავისთავად, მე მგონი, სადაც მაძიებელი მიდის, იმიტომ რომ ეს კომფორტი უკვე მისთვის არის დისკომფორტი. და რაღაცის წყურვილია რა, ეს სიცოცხლის წყურვილს დავარქმევდი, რაღაცა ნამდვილის წყურვილს დავარქმევდი რა. იმიტომ რომ აი ნამდვილს ვეღარ ხედავ, როდესაც ამდენი არანამდვილი რაღაცა არის გარშემო რა. და ეს რაღაც გინდა რაღაც არ ყოფნის და შენ შეკითხოს რომ დაუბრუნდე როგორ იყო შემახსენე ამ ძიების დროს რას ვეძებთ საკუთარ თავში სიცარიელეს ღმერთს მოდი ეს პირდაპირ ერთი სიტყვით გიპასუხე და რა არის შენთვის ღმერთი მაშინ ერთი სიტყვით ვერ მიპასუხებ უსასხრო ან კიდე თუ ვერ გიპასუხებ იმიტომ რომ აქ სასწრები გვაქვს რაღაც. ხო, ლიმიტები გვაქვს. აქ უნდა მოკვდე, აქ დაავადებებია, აქ იცი რომ რაღაცა ფული უნდა იშოვო, რაღაცა წარმოვალ სამყაროში ვცხოვრობთ, რაც ყველაფერი მიდის და რაღაცა შენ ისეთ შეძებ, რაც არ არის წარმოვალი, რაც მარადიულია, რაც უსასხროა, რაც ყოველთვის იქნება რა. შეიძლება ეს მოდის რაღაც თვითგადარჩენის ინსტინქტიც კი იყოს რა. იმიტომ რომ თავდაპირველად ხო ადამიანების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მოტივი სწორედ ეს თვითგადარჩენის ინსტინქტი იყო. დღემდე ეგრეა და ყველაფერი ჩვენ გამოვიგონებთ, იმიტომ რომ რაღაც სიკვდილს ავწდეთ, ხო? მაგრამ მას შემდეგ რაც აზროვნება დავიწყეთ, ხვდებით რომ გარდაუვალია სიკვდილი. მე უკვე ვიცი, მაგალითად 15 წლის როცა ვარ, უკვე ვიცი რომ ეს სიკვდილი გარდაუვალია და შესაბამისად ჩემი თვითგადარჩენის ინსტინქტი უკვე იწყებს იმაზე ფიქრს სიკვდილისგან როგორ უნდა გადავრჩე. მე არ მჭირდება სიკვდილისზე ფიქრი იმისთვის, როცა სიკვდილი უკვე კარზე მოვა. მე უკვე ვიცი წინასწარ რომ სიკვდილი გარდაუვალია და მე ვიწყებ ამაზე დაფიქრებას, როგორ შეიძლება რომ ამას გადაურჩე და შეიძლება ეს ძიების მომენტიც არის თვითგადარჩენის ინსტინქტი. თვითგადარჩენის ინსტინქტი ცოტა განვითარებული გონების. იმიტომ რომ ეს უკვე ხედავს, რომ თვითგადარჩენა არ არის მომძრეებელი ძალა? არა, თვითგადარჩენა ის კი არ არის, რომ მაგალითად მე წავიდე სამსახურში ფული ვიშოვ, არამედ მე რაღაცა სხვა მაქვს გადასარჩენი. რაღაც მარადიულში უნდა ვიპოვო მე გადარჩენა და არა წარმოვალში. აი ამაზე არის აქ ლაპარაკი და მარადიულში მიდიხარ. ყოველ შემთხვევაში მან გინდა რომ მარადიული ნახო. თუ არის თუ არ არის. და აი შენთვის მარადიულის ძებნა, ხო? მარადიულს როგორ ეძებ? იდეაში მაგას ხო საკუთარ თავში შიგნით ეძებ, ხო? როგორ ვეძებ? აი ესეთი განზრახვა არ არსებობს, რომ მე მარადიულს ვეძებ. ხო, აი მაშინ აი მაგ ერთი კითხვა, როცა ამ გზაზე მიდიხარ. შენი აზრით მიზანი უნდა არსებობდეს, თუ თვითონ გზა არის მიზანი, თუ გზაში ჩდება მიზანი? მოკლე მიზნები შეიძლება არსებობდეს. მაგრამ გზაც თავისთავად გზა არის, ძალიან საინტერესო და
მიზანი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ყურადღების ობიექტი მიზანი არ არის. ყურადღების ობიექტი არის ყოველთვის გზა. რა გზას გავდივარ ხა და ეხა რა მაქვს გასაკეთებელი და საით უნდა გადაუხვიო, როგორ გადაუხვიო, ვინ შემხდება და ასე შემდეგ. თუ ყურადღების ობიექტი არის მიზანი, სადაც მივდივარ, აქ მერე გზაში შეიძლება გზა ამებნას. იმიტომ რომ ყურადღება იქით მაგადატანილი და აქ დავაკელი და აქ მე მჭირდება 100%-იანი ყურადღება იმისათვის, რომ რაღაც ნაბიჯები სწორად გადავდგე, იმიტომ რომ შეუცნობელში დავდივარ. ერთი ნაბიჯი თუ არა სწორად გადავდგი, შეიძლება ამით სრიალდეს ფეხი. იმიტომ რომ ყველა შემდეგი ნაბიჯი დგება, ერთი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ჩდება მეორე ნაბიჯი. მეორე მესამე, იმიტომ რომ არ არის ეგ სამყარო დაწერილი და მაგისი რუკა არ მაქვს ასე. როგორც ასეთი. ამიტომ პატერნი არ არსებობს, ხო? ყურადღება მჭირდება, ხო? ამ ყურადღებით მჭირდება რომ ვიყო. და ჩემ შემთხვევაში რო გითხრა, ეხა რაღაც მომენტში იქ რაღაც მოკლე პრობლემა რაც გაქვს ცხოვრებისეული, იმ პრობლემასთან გამკლავებას იწყებ რა. მაგალითად, ეხა თუ არის ურთიერთობის პრობლემა, იწყებ ამასთან გამკლავებას და ჩადიხარ ამ თემაში. და მოგზაურობ. ჩადიხარ, მერე შეიძლება მიაგნო, რომ ეს რაღაცა მშობლებს უკავშირდება. მერე მიაგნო, რომ მშობლებს უკავშირდება. მერე შეიძლება მიაგნო, რომ რაღაც კოლექტიური ტრავმა, ეს კოლექტიური ტრავმა რა არის. მერე გადიხარ და აფართოვებ რა აზროვნებას, უფრო აფართოვებ აზროვნებას და მერე შეიძლება მიხვდე, რომ ეს ჩემი არჩევანი ყოფილა გაკეთებული რამდენიმე მილიონი წლის. სუსტად. ხო, და ესე გზადაგზა კარი და კარი იღება, ერთ კარში შეხვალ, მეორეში გახვალ და ესე არის. ძალიან მიყვარს ეგ სიმღერა, Daft Punk-ის Within, ესე ქვია. აი, ეგ ტექსტი არის იდეალური ძიებისთვის, მან ცოტა სევდიან ძიებაზე არის, რომ რაღაც არ ვიცი რომელ კარში შევიდე. ყველა კარი აქვს, ხო. და ეგ პროცესი ძალიან საინტერესოა. ჩემთვის არის ახტაცების და სიამოვნების. ეს არ არის პირადად ჩემთვის ის რომ მაძიებელი ვარ და ეხლა იქ უნდა ვეძებო რაღაცა და მონადირესავით თამაშობ რა. მიხარია. ეს მიხარია რაღაც ახალი ახტაცებაში მაგდებს რა. რო აღმოაჩენ რომ ხო, ძალიან სასიამოვნოა და აი ცხოველებსაც რო დააკვირდე ეგ პატერნი ყველა ცხოველში ერთ ვიდეოს უყურე და კლიანად ეგზისტენციალური ვიდეო იყო, გამიხსნა ყველაფერი. სირაქლემა დაითრევს რაღაცა გოლფის ბურთს. ნისკარტი დაიღებს და ახეთქებს და ეს ბურთი რო ხტუნავს, ძალიან უხარია და სირაქლემაც ამ ბურთთან ერთად ხტუნავს. გაჩერდება ბურთი, აიღებს კიდე დააგდებს და ესეც ხტუნავს და უბედნიერესი სირაქლემა. ეგეთ ბედნიერი ადამიანი არ მყავს ნანახი. და აქ მივხვდი რომ რაღაც ახალი აღმოაჩინა. ძალიან პრიმიტიული რაღაც აღმოაჩინა რა და დაცებულია. და ეს ახტაცება ამას აძლევს იმის мотиваციას რომ კიდე გაიმეოროს ეს ქმედება. ანუ ეს ახტაცება არის იმისი საწვავი რომ შენ კიდე რაღაც ახალში წახვიდე, კიდე რაღაც ახალში წახვიდე რა. იმიტომ რომ ეს ახტაცება უსასრულოა, იშლება და ხდები რომ აი გარი რაღაცა უსასრულო ნაკადი რომელშიც ხარ და ამ ნაკადში იღებს სიამოვნებას. მე მაგაშინ ახლა ესეთი კითხვა, რა განსხვავება განვითარებასა და დაუკმაყოფილებლობას შორის. აი ნახე, ეხლა შენ ხო თქვი ახტაცება. ეგ ხო არ იწვევს მერე საბოლოო ჯამში იმას, რომ სულ დაუკმაყოფილებელი ვარ, სულ ახტაცებაში მინდა რომ ვიყო. და განსხვავება მინდა რომ თუ არის შენთვის ზრდასა და ახტაცებას და დამოკიდებულებაში ხომ არ შევდივარ მაგ დროს. მინდა რომ ეგ გავმიჯნოთ და კარგად დავანახოთ ხალხს. საინტერესო რამის ამბობ, ხო? დამოკიდებულებაც და ახტაცებაც, ან თუნდაც ხო რაღაცა შრეები აქვს. ძირითადად ხდება ემოციურ დონეზე. და ემოციები არის ძალიან ინტენსიური, როცა რაღაცა ღვთაებრივ სახები ძალიან ინტენსიური არის რა. და ამ ემოციამ შეიძლება მიგიზიდოს. ამ ემოციაზე შეიძლება გახდე დამოკიდებული. და როცა ეს ემოცია არ არის, მე შეიძლება იფიქრო, რომ აი ღმერთი დაუკარგე. და ღმერთი ჩემთან აღარ არის და ამის გამო შენი თავი განსაჯო, განიკითხო და რაღაცა ვერ ვქენის, რაღაც შესწავლა დაუშვი ხო, რაღაც ცოდვები ჩავიდინე, სინანულში ჩავარდე, მე შენი თავი დაისაჯო. მე ამ სასჯელის გამოსყიდვა მოიფიქრო და რაც კიდე გაირთულო ცხოვრება. და არის ეგეთი მომენტი რა, მაგრამ აი რაღაც სიტუაციაში არის ეს ახტაცების მომენტი, რაღაც სიტუაციაში გვაქვს შენ ასევე ანალიტიკური ტვინი. ეს ანალიტიკური ტვინიც უნდა ვამუშავო, ხა სულ ამ ემოციურ ახტაცებაში ვერ ვიქნები. შეიძლება ნერვული სისტემა დაიწოს კიდევაც. და ხანდახან არის უბრალოდ რომ ანალიტიკას მოუხმო და დაждე.
და ხანდახან ანალიტიკური ტვინის ჩართვაც ძალიან დიდ აღტაცებას იწვევს. თურმე რა კარგად შემძლები რაღაცების მოფიქრება, გაანალიზება, აი თითქოს მათემატიკის ამოცანას რომ მოხსნი და პასუხს იპოვი და ძალიან ბედნიერი ხარ. ამიტომ ამ დროს შენ ხვდები იმას, რომ მოაზროვნე არსება ხარ და რაღაცებს ალაგებ შენ თვითონაც და აი ეს ნაწილი უფრო მშვიდია, დინჯია. ეს ანუ ანალიტიკური? სიცხადე, რომელსაც შემოაქვს, სიცხადეს დავარქვა, ანალიტიკური მაინც და მაინც გონებასთან ჩამოდის და აზროვნება შეიძლება ცოტა გონების მიღმაც პროცესიც კი იყოს. სიცხადე, რომელსაც შემოაქვს. ამ აღტაცებამ თუ წაგიღო, შეიძლება სიცხადე დაგეკარგოს. პრობლემა აქ არის. როდესაც სიცხადე დაგეკარგება, მიხვდები რომ რაღაც რიგზე ვერ არის შენ ცხოვრებაში. და როცა მიხვდები რომ რაღაც რიგზე ვერ არის შენ ცხოვრებაში, ისე ბრუნდები და იცი უკვე სად უნდა იპოვო გამოსავალი. სად არის წერტილი შენში, სადაც ეს გამოსავალი უნდა იპოვო და შედიხარ მეტნაკლებად ცნობიერების მდგომარეობაში, რომ აი სიცხადე მოფინო შენ გარშემო რა ხდება იმას. და ეს სიცხადე როგორ უნდა მოფინო, ისევ ან შინაგანი ჩაღრმავებით ცხადია აუცილებლად, გარეგანი დახმარებით შეიძლება, არ ვიცი, თერაპევტს მიმართო რამე სესიაზე წახვიდე, რაღაც წიგნი წაიკითხო, მეგობრებთან ილაპარაკო, ბევრი გზა არის ხო რაღაც. და იწყებ მერე ამ დაბნეულობაში გარკვევას. თუ დამოკიდებული გახდი, მერე კიდე ამ დაბნეულობაში გარკვევას და ეს კიდე ცოტა ბავშვური მდგომარეობაა, როცა მიჯაჭვული ხდები. ემოციებზე. მამაზე ან დედაზე, ამ შემთხვევაში სულიერ მამაზე მაქვს ლაპარაკი და მერე რაღაც მხრივ აი უკვე ხდები, როცა თუ დაკარგე კავშირი, მერე კიდე ისე დაბრუნდები, მერე ისე გაშლი ამას და დაინახავ, რომ უკვე იზრდები შენც და მანამდე თუ მამასთან ბავშვური დამოკიდებულება გაქვს და აი სათამაშოდ მიდიხარ, რომ მამა იპოვო, მერე უკვე ზრდასრული ხდები და მამასთან ახლა თანასწორიც ვერ ვიტყვი რა, მაგრამ რაღაცა იცი უკვე შეგიძლია ძალიან ზრდასრული ადამიანებით ესაუბრო მამასთან რაღაც კითხვები გაქვს საქმეები, გარჩიო საქმეები. მანამდე გაქვს მამასთან მინდა თამაში. და ეგ პატერნები იმასთანაც მეორდება რაღაცნაირად რა. იდეაში როდის ხდება, როცა ვეჯაჭვებით ემოციებს, ხო? როცა ვაიგივებთ ალბათ საკუთარ თავს ემოციებთან, ხო? იმიტომ რომ სიხარული ვარ კი არა, სიხარული შევიგრძენი. როცა ვაიგივებ თუ როცა შეფასებას ვაძლევთ. მე ესე ვიტყვი, როცა შეფასებას ვაძლევთ, რომ ეს კარგი ემოციაა და მე კარგისკენ მინდა სიარული. ხო. მაშინ ვეჯაჭვები უკვე როცა შეფასებას ვაძლევ, ეს კარგია თუ ცუდია. კი, ყველა ვარიანტში ეჯაჭვები, შანსი არ გაქვს რომ მიეჯაჭო და ეგ ბუნებრივიც არის ჩემი აზრით, როცა მაგზაზე შედიხარ, ხო, აი სულ არის აი ეს მაგალითად შემიძლია მოვიყვანო მედიტაციას, როცა იწყებ, ხო, ვიღაცისთვის არ ვიცი, შეიძლება ლოცვას როცა იწყებ, არ რაღაცა ის ინფინიტის თუ ტრანსცენდენტის შეგრძნება შენში, რაც ჩდება მედიტაციის დროს, მერე გინდა მედიტირებ რა ერთი თვე პირობითად და აი რაღაცა ამ იმაში ხარ. მე მოდის პერიოდი, როცა ეს ტრანსცენდენტი მედიტაციაში ესე მარტივად აღარ არის, აღარ იძლევა, ესე ვთქვათ, აღარ გაძლევე. და შენ გეწყება, რომ აი ის გინდა. აი მდგომარეობა რა ნეტარი იყო, რა მაგარია, ფერებს ხონერად ხედავდი და ადამიანთან თვილი და კარგი ვიყავი და ეხლა გაქაიშებ. და მან გეწყება უკვე ბრძოლები რა. აი რა არის, აი შენ კი ახსენე, მაგრამ კიდე კარგად ჩავიდეთ, რა არის ის, რაც გატრიალებს და გეუბნება, რომ გავუშვი ის გრძნობა, რაც გქონდა ეხლა შენ იმ მომენტში და მოდი აი ამას მიაქციო ყურადღება. ეხლა ეს მომენტი რატო დაგიდგა? რატო ვეღარ იღებ სიამოვნებას, ხო? ეს აუხსნათ უხეში სიტყვებით, იმიტომ რომ ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფერთან ზუსტად იდენტურია, რასაც შენ ამბობ. ეს დიდი ხანი არ არის ესე, რამოდენიმე წელია თამაშით, მოკლედ და სულ ვამბობ, რომ არ ვიცი მეტი ჰობი რა მაქვს გარდა იმისა, რაც საკუთარ თავში შიგნით ჩასვლას უკავშირდება რა, მაგრამ ვიღაცა ვინც ეხა იწყებს ამ ყველაფერს ძალიან რთულია მაგის გაგება რას ნიშნავს, ეხლა მე ტანჯვას განვიცი და მაგიდან სიამოვნება რანაირად უნდა მივიღო, ხო? იმიტომ რომ მაგაზე როცა შედიხარ, ძალიან ბევრი გამოწვევაა. ანუ როგორია რასაც ეხა ვკითხულობდი, ხო, ჩვენ ჩრდილებს შეხვდე და მიხვდე, რომ
ძალიან არ ყოფილხარ ისეთი როგორიც არ გამოვიყენებ ახლა ცუდ სიტყვას ხო ისეთი არ ყოფილხარ როგორიც შენ გეგონა რომ იყავი და ისეთი მოკაშკაშე ვარსკვლავი არ ხარ ცაზე და ძალიან ბევრი რაღაც გაქვს უკან და ამას იცნობ აი ეგ შენი გამოსალებად გამიზიარე მაგასთან დაკავშირებით მაინტერესებს პირველი შეკითხვა როგორც მახსოვს იყო ის რომ აი როდის დგება ის მომენტი როცა ხვდები რომ წარსულ გამოცდილებას არ უნდა გამოვეკიდო ხდება მაშინ როცა დაიღლები და კარგი, აღარ მინდა სირბილი. გამოკიდება რა არის მისდევ რაღაცას მისდევ ის აღარ არსებობს უკვე. ანუ გამონათქვამი რომ ერთი და იგივე წყალში ორჯერ ვერ შეხვალ, ხო, რაღაც მდინარეა რა ეს ცხოვრებაც რა მიმდინარეობს. და მდინარეს უნდა გაეკიდო, ხო, სად მისდევ და ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაც ახალნაკადს გამოაკლდე რა და ჩემ შემთხვევაში ეგ იყო რომ აი რაღაც კონკრეტული მდგომარეობა დგებოდა ხოლმე მედიტაციის შედეგად. და ეს მდგომარეობა მაგმაყოფილებდა აბსოლუტურად ძალიან კარგად გრძნობდი თავს, სიცხადე იყო, მხიარული ვიყავი, ენერგიული ვიყავი, პროდუქტიული ვიყავი, ძალიან კარგად იყო ყველაფერი. დაიკარგა ეს მდგომარეობა. და მე ვცდილობდი რომ იმ თუ მდგომარეობა დამებრუნებინა და ვცდილობდი იგივე მოქმედებები გამეკეთებინა რა მოქმედებებმაც იმ მდგომარეობაში ჩამაგდო და აღარ დგება ის არანაირად და აღარ დგება და მაინც იმ მდგომარეობას მივსდევ ასე ვთქვათ, მე წავედი სადღაც 10 დღიან რიტრიტში და ამ 10 დღიან რიტრიტიდან გამოდივარ აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაა და ეს უფრო მაგარია. და მე ამ მდგომარეობის შესახებ აზრზე არ ვიყავი, წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ეს მდგომარეობა არსებობდა, მაგრამ ეს უფრო მაგარია. იმაზე 100-ჯერ მაგარია. შეფასება მიეცი. შეფასება მივეცი, ხო. შეფასება უფრო ბედნიერი ვარ, უფრო სასიამოვნო და რაღაც ახალია კიდე რა. გახსენი level-ა. მანამდე თუ მქონდა იქ ეგეთი შეგრძნება, რომ აი ეს არის მდგომარეობა, რაშიც შემიძლია დავიჭირო და ამ მდგომარეობას თუ დავიჭერ, მაინც ხო ვეძებთ რაღაცა პერმანენტულ მდგომარეობას ყოველ შემთხვევაში. მე მინდა რომ სულ სიხარულში ვიცხოვრო. აი ვეძებთ რომ ამ სიხარულის მდგომარეობას, რომ აი ეს დავიჭირო რა, როგორ შეიძლება რომ იყოს რა. გაიჭირო თუ გაზარდო? ხო, ნუ აი slowly რაღაც განვითარდეს, მაგრამ იმის ქვევით აღარ წავიდეს რა. წავიდეს და მე ეს მდგომარეობა რო დადგა, მოდი ეს მირჩევნია თუ მაგაზია ლაპარაკი რომ რაღაცის შენარჩუნებაზე უნდა ვიმუშაო, რაღაც მდგომარეობა შევინარჩუნო და დავასტაბილურო ასე ვთქვათ, მედიტაციაში მაგას ეძახიან, რაღაც მდგომარეობა მოვიდა და მე იმის შენარჩუნებაზე მუშაობ, რომ რაღაცა დასტაბილურდეს ის უკვე რომ იმის ქვევით აღარ ჩახვიდე რა. ხო და ეს მირჩევნია რომ დავასტაბილურო. მე კიდე სხვა მდგომარეობა მოვიდა და მე ხვდები რომ ნუ არ ღირს რა მდგომარეობებზე ჩაციკლა და let it be რა როგორც იქნება უბრალოდ აი მაგ დროს ერთი ფრაზა დამეხმარა სადგურუსი ძალიან კარგად რომ ნიშნულობა არ აქვს ან მომავალზე ბევრს ნუ იფიქრებ გააკეთე შენი მაქსიმუმი დღეს და მომავალი აუცილებლად აყვავდება. კარმა იოგას ფუნდამენტი არის ეგ ხო? ხო, დღეს რაც გაქვს გასაკეთებელი, მოდი ის გააკეთე კარგად და მომავალი დაალაგდება რა. outcome-ზე უკაცრავად ინგლისური სიტყვის შედეგზე არ უნდა იფიქრე. ხო, ეგ არის. და ამ შედეგმაც არ უნდა შეგაწუხოს ალბათ, თუ არ დგება ის შედეგი. შენ მაინც უნდა აკეთო. წამიტკბობაში უნდა იყო, ანუ მაგას ამბობ, ხო? აი ეგეც რთულია რა, როგორც კი ვამბობთ, რომ წამიტკბობაში უნდა იყო და როგორც კი მე წამიტკბობაში არ ვარ, მაგის გამო კიდე თავს ვადანაშაულებ, რატო არ ვარ წამიტკბობაში, ამიტომ ეს სიტყვა უნდას ძალიან უფრთხილდები ხოლმე რა. როგორც კი სიტყვა უნდას ვამბობთ, შეიძლება ამან ადამიანზე ცოტა ისე იმოქმედოს რა ესე უნდა ვიყო ეხა და რატო არ ვარ და უკმაყოფილებაში ჩავარდეს, იმიტომ რომ ჩემზე მოქმედებდა ეგეთი რაღაცეები და მოწყვლადი ფსიქიკა მქონდა. ხო და მეორე შეკითხვაზე გადავიდეთ? გადავიდეთ. ჭრილთან შეხვედ რა, აძიებელი ჭრილთან. ჭრილს უნდა შეხვდეს. კარგი, მაშინ ჩემი ჭრილთან შეხვედრა რამდენიმე ეტაპიანი იყო და ეხაც მიმდინარეობს ყოველთვის იქ არის. და ხანცად წამოყოფს თავს, ხანცად წამოყოფს. ცოტათი მისტიური იყო, იმიტომ რომ ზოგადად ძიებაც ეგეთი იყო მისტიური. მისტიური არ არა იდეაში სულიერ გზაზე რო დგახარ, რაღაც მიღმიერ სამყაროსთან ყოველთვის გაქვს შეხება, ხო? სულიერ სამყარო არის ის სამყარო, რომელიც არ ჩანს, ხო? ენერგეტიკული. ენერგეტიკული, ასე ვთქვათ. ანუ სულიერ ერთ რაღაცას ვიტყვი, ბოდიში გეტყოდინა.
თოს ვაპარაკობთ ზუსტად მაგაზე, რომ ეს სულიერების არ მესმის და სულიერებაში არ ვარ და სულიერებაში არ ვარ და რაღაცა ესეთი ეს და მე შემხვდა ძალიან საინტერესო რაღაცა ვიდეო და ეს გოგო ხსნის, რომ რას ნიშნავს სულიერებაში, რა გონია თუ სულიერებაო, ენერგია რო არსებობს, მაგისი არ გჯერა თუ ენერგეტიკული სხეულები რო არიანო მაგისი არ გჯერა თუ რას ნიშნავს სულიერებაში რა ხართ და ამიტომ აი მისტიკას და სულიერებას რო ვახსენიოთ ძალიან მარტივი გასაგებია ხოლმე რომ ვთქვათ ენერგია, ენერგეტიკა ხო, უფრო მენტალის დონეზე ტვინი უფრო კარგად ამუშავებს და ხსნის მაგ ყველაფერს. ხო, კი ეგრეა, ანუ როცა გრძნობითი სამყაროა უფრო რა, როგორც კი ცოტა ჯავშანს ჩამოიცილებ და შეგრძნებებზე წახვალ, უკვე მორჩა სულიერ სამყაროში ხარ და სულიერი ცხოვრება ნელ-ნელა მაგას ნიშნავს, რომ თხელგან ახდები რა, უფრო გრძნობიარე ხდები. ხო და ჩემ შემთხვევაში ადრე დაიწყო ეგრე რომ ძალიან ახლო კავშირს გრძნობდი სულიერ ძალებთან, ნათელი იერარქიასთან, ასე ვთქვათ რა. და შინაგანად თითქოს გრძნობდი შიგნით მაგას. და ჩრდილთან შეხვედრა იყო ბნელი იერარქიას გრძნობდი შიგნით. და ძალიან მძიმე იყო ეგ, ძალიან მძიმე იყო. დემონებს პირდაპირ გაგებით. ჩრდილში არ გულისხმობ, რომ აი რაღაცაზე გავბრაზდი, ვიღაცას უყვირე, არა, დემონს გრძნობ, რომელიც ასევე უსასრულო, უსაცხრო რაღაცა შავი არსებაა, რომელსაც შეუძლია ძალიან დაუნდობელი იყოს, ძალიან მანიპულატორი იყოს და იმხელა ტაქტიკური გათვლები გააკეთოს თავის სასარგებლოდ, ამას ვერავინ ვერ მიხვდეს, ძალიან კარგად მოირგოს ნიღაბი, მთელი ცოდნა, რაც კი დაგროვებული მაქვს, ასე ვთქვათ, ეს ცოდნა გამოიყენოს თავისთვის სასიგეთოდ და ძალიან რთული იყო მაგის დანახვა რა, ძალიან რთული. რამდენი წლის იყავი რომ შეეხმო? ეს ახალი ამბავია ერთი წლის ამბავი არ არის, ცოტა ძველი კიდე რა. ეს ხდება უკვე როცა სიღრმეში ჩადიხარ შენი ფსიქიკის რაღაც სიღრმეში და შენი ფსიქიკის სიღრმეში ჩადიხარ მაშინ როცა პირისპირ უდგები რა შენ თავს, მაგრამ ყველა ვარიანტში დაუდგები პირისპირ ცხოვრება ისეთ სიტუაციას გიყენებს რომ ეს სარკე არის რა, რომელიც უნდა დაგანახოს და მე აი ზუსტად იუნგი დამეხმარა რაღაცების გაცნობიერებაში და მის გაცნობიერებაში რომ ვერ ახვალ ზევით თუ ჯოჯოხეთში არ გაქვს ფესვები ჩადგმული და ესეთი ფრაზა იყო, რომელმაც ძალიან დიდი ძალა მომცა და მე ამ ჩრდილში ძალა ვიპოვე. ხო, ეს მაინტერესებს. ძალიან დიდი ძალა ვიპოვე და ეს ძალა იყო მე რეალურად რამაც დამაწყებინა ამ სატელევიზიო პროექტების გაკეთება. მანამდე კი ვიყავი რაღაცა ფარფატა ანგელოზებთან, შემიძლია ვიმღერო ვიყო კეთილშობილი, გაღიმებული, მაგრამ რაღაცა ის ძალა არ მქონდა, რა ძალაც საჭირო არის რაღაც მოქმედებისთვის და მე მივხვდი რომ ეგეც ძალიან დიდი საჩუქარი იყო ღმერთისგან, რომ ამ ძალაში შევსულიყავი, ასე ვთქვათ რა. მე მოხდა ის რომ რაღაც ძალიან ბევრი შიში გაქრა. ძალიან ბევრი შიში გაქრა და მივხვდი რომ მანამდე რატომაც მივისწრაფოდი სინათლისკენ იყო ის რომ მე ტანჯვის შიში მქონდა, უსასრულო ტანჯვის შიში მქონდა, რომელიც შეიძლება არქეტიპულად რაღაც კოლექტიურ ცნობიერებაში გვაქვს ყველას. იმიტომ რომ ქრისტიანულ კულტურაში ვიზდებით და აქ მარადიული ტანჯვა გვაქვს ერთი, არჩევანი, მეორე მარადიული სიხარული, ხო? შესაბამისად ეს ძალიან დიდი შიშის წყაროც არის არაცნობიერ დონეზე და როცა კარმას ამუშავებ, ჯერ ერთი არის რომ პირად კარმას ამუშავებ, მე ჩადიხარ კოლექტიურ შიშებში, მე კიდე იმის უფრო ღრმა შიშებში ჩადიხარ და აი ეგ იყო მივხვდი რომ იმიტომ მედიტირებ, იმიტომ მინდა ღმერთთან რომ მე მეშინია ამ ტანჯვის და მე როცა რეალურად ეს ტანჯვა დადგა, მე მივხვდი რომ აი აღარ მეშინია რა ამ ტანჯვის და როცა აი მე ისევ სადგურუს ფრაზა მომეხმარა, როცა ტანჯვის შიშისგან თავისუფლდები, სიცოცხლე იწყება მე. რეალურად ტანჯვის შიში, რომელიც ძალიან ღრმად დევს ფსიქიკაში, ძალიან ღრმად, ეხა ესე რომ დადგეს მაყურებელი და თქვას, რომ მე ტანჯვის არ მეშინია, არ იქნება ეს, ტყუილი იქნება რა. რეალურად ძალიან გვეშინია და ამ ტანჯვის შიშის გამო ვაკეთებთ ყველაფერს, რის გაკეთებაც არ გვინდა. შეიძლება სიკვდილის არ გვეშინოდეს, იმიტომ რომ სიკვდილი ერთ წამში დგება, დამთავრდება. მაგრამ ჩვენ გვეშინა დაუმთავრებელი სიკვდილის. სიკვდილის რომელიც იწელება დროში. სადღაც ჯოჯოხეთში უსასრულოდ რო გრძელდება სიკვდილის პროცესი. აი ამის გვეშინია.
დაუსრულებელი სიკვდილის. და აი ჭრდილთან შეხვედრა უკვე გაჩვენებს რომ არც ის საშიში ყოფილა. და ეგ შიში აღარ მაქვს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეგ შიში თუ აღარ მაქვს მე ტანჯვის შენებას დავიწყებ არა. ტანჯვა ვიცი რომ არ მომწონს არ მინდა და უკვე ეს მინდა. მაგრამ მოქმედებ და როგორც კი მოქმედებაში შევდივარ, აი მოქმედებაში ძალიან ხშირად ადამიანები არ მოქმედებთ ხოლმე, იმიტომ რომ გვეშინია ისევ ამ ტანჯვის. როგორც კი ამ შიშისგან თავისუფლდები თითქოს რაღაც გეხსნება ხელფეხი და იწყებ მოქმედებაში შესვლას რა. და შენი თარმის აღსრულებას რაც არის შენი გზა, რაც არის შენი მისია, რისიც გჯეროდა მთელი ცხოვრება რომ ეს შენი მისია იყო, მაგრამ თან არ გჯეროდა. თავდაჯერებულიც არ იყავი რომ ეგ და მაგის გაკეთება დაგეწყოდა. თავდაჯერებაც მოდის და ძალაც მოდის. მე ხვდები რომ შენ თავდაცვა შეგიძლია, შენი თავის დაცვა შეგიძლია, იმიტომ რომ როცა სულიერ გზაზე ხდები, ძალიან მოწყვლადი ხარ, ძალიან გრძნობიარე ხარ. და პატარა არასწორმა ნათქვამა სიტყვამ ან რეპლიკამ, სარკაზმა შეიძლება ძალიან გული გატკინოს. და როცა ჭრდილი გვერდით ყავს, ძალიან დიდი დაცვა არის ეს. შეგიძლია უცბად მიაფრინდე ვიღაცას და მიახრჩო იქვე. თუ ღირსია, კი და მე არ მექნება მე ამაზე, ვაი მე ღმერთო რა ვქენია რა. ძალიან შეუბრალებელი შეიძლება იყო მაგ დროს. ხო. და შენი ძალა არის ეს, რომელიც ანუ დაუმეგობრდი? თუ როგორ იტყოდი მაგას? ცეკვავთ ერთად. ღერი ვართ რა ვიცი, ერთობით ვატარებთ დროს, მაგრამ ისიც ყოველთვის თავის მომენტს დაელოდება რა. აი თუ ჩაგეძინება, ის თავის მომენტს დაელოდება რა. როგორ ვამბობთ რომ ეშმაკს არ ძინავს, მივხვდი რასაც ნიშნავს ეგ რა. ყველა ადამიანში არსებობს ეგ საწყისი რა, ასე თუ ისე ადამიანები მაინც შუალედურ განზომილებაში ვართ. ხო, აი ესე ვედების მიხედვით არის რაღაც სართულებად რო წარმოვიდგინოთ სამყაროები, ლოკებს ეძახიან, არის ანგელოზური და ღვთაებრივი პლანეტები, არის დემონური პლანეტები. დედამიწა არის შუა სართული რაღაცნაირად რა. ეს აქ დემონებიც ამოდიან და ზევიდანაც ჩამოდიან და აი ამ შუალედურ რაღაცაში ვართ რა. ხარშვაში. ადამიანებს ხო. და შესაბამისად იმ ძალების გავლენის ქვეშაც ადვილად ვექცევით და ეგ ძალები ძალიან კარგად არიან მომსხდრები ახლა დღეს პლანეტაზე და რთულია ახლა მაგათ რო თვალი არ გაუსწორო და არ დაუდგე პირისპირ ძალიან რთულია. წარმოუდგენელიც კი და მეცაც გეტყვი რომ ადამიანების 95% ალბათ მაგათ გავლენის ქვეშ ვართ. კილოცოთ. ანუ შენ ძალიან კაი ისტორია გაქვს. იმიტომ რომ მეც შევხვდი ერთხელ მქონდა აქ სტუდიაში ვხედავთ და სტუმარი მყავს და ვაპარაკობთ არასულიერებაზე, არამედ ვაპარაკობთ კაპმანის ამ კუთხეთში, რომელსაც მოიცავს მოძალადეს, მსხვერპლს და გადამჩენელს და მე ადამიანს, რომელსაც მგონია რომ აი მე ვარ რაღაცა კეთილი, იმას დავეხმარები, ამას დავეხმარები, იმას დავეხმარები და ჩემი სტუმარი უცებ იძახის რომ შენ თუ ხარ ძვირფასო გადამჩენელი, ესე იგი ხარ მოძალადეც. და იქ რა თქმა უნდა ხა შუა ეპიზოდში უცებ აი შიგნით რო აგიფეთქდება ხო იცი მაგრამ უნდა გააგრძელო საუბარი სხვა გზა არ გაქვს რა და მე სახლში რომ მივედი და რომ დავიწყე ამაზე ფიქრი იცი რა დამემართა ყველა ჩემი ცხოვრების ეტაპი ამომიტივტივდა სადაც მივხვდი რომ აბსოლუტური მოძალადე ვიყავი თან ამას ვაკეთებდი სიკეთის სახელით ესე მეგონა ყოველ შემთხვევაში რა და ეგ იყო ანუ კიდევ ერთი ნგრევა შიგნით რაც მოხდა და გაცნობიერება რომ რა გმართავს და ვინ გმართავს და რა გინდა საერთოდ ხო ანუ რა ცხოვრობ შენში ვინ ცხოვრობ შენში ვინ ხარ რეალურად რა და აი რო თქვი მანიპულაციის ძალიან გამეცინა იმიტომ რომ ჩემი ჭრდილიც არის ერთ-ერთი ეგ რომელსაც მარტივად შეუძლია მანიპულაციის გაკეთება და მე ის ეტაპიც რო დგება როდესაც აი ეგ მინდა რომ კიდე გავავრცოთ რატო არის მნიშვნელოვანი ამ შენი ჭრდილის მიღება და არა გაგდება იმიტომ რომ აი მე მაგალითად როცა ამ სულიერ გზაზე შევაბიჯე ხო და ეს მედიტაციები იოგა ეს ყველა პრაქტიკები რომ ნელ-ნელა დავიწყე და შემოვიდა აი სულიერი ეგო რასაც ვამბობ ჩაირთო რა და თითქოს ჩემთვის იყო რომ აი ეს ჩემი ცუდი მხარე ეს ჭრილები მანკიერი რაც არის გავწიოთ გვერდით გადავდოთ იმიტომ რომ აი ხა ეს არის მისწრაფება აი აქ უნდა შევიდეთ აი აქ კარგია რა ესეთი შეგრძნებები მქონდა
და სრული აღრევა მოხდა, იმიტომ რომ ხვდებოდი, რომ სადღაც მივდიოდი, პირობითად ჩვენ ხა არ ვართ განდეგილები, ხო? ცხოვრობთ სოციუმში, სადაც რაღაცა მოლაპარაკებას აწარმოებ, რაღაცა ურთიერთობებში ხარ, ხო? რაღაცა სადაც იქ შენი უნარები უნდა გამოიყენო. და მე ხვდებოდი, რომ რაღაცა იმ მოლაპარაკებაზე როცა შევდიოდი, კი არ ჩაგრავდი, უბრალოდ აი ეს ჩემი ტრანსფორმირებული ეს ბნელი მხარე, ჭრდილი, უნდოდა რომ გამოსულიყო, ოღონდ იმ ფორმით არა როგორც გამოდიოდა და მე ვცდილობდი რომ არა, ეხა შენი დრო არ არის და მოდი აი სიჩუმეში სიტყლარაში აბა აი მოусმინოთ მივიღოთ და კიდევ ერთხელ ვილაპარაკოთ იმაზე, რატომ ხდები თითქოს მთლიანი, როცა ეს და ეს ერთმანეთთან შედიან და შენ როგორ თქვი ცეკვავენ ერთად, ხო? ხო. მაგარი პროცესია გილოცავ. ძალიან მნიშვნელოვანი გზა არის ეგ, ძალიან მნიშვნელოვანი. მანამდე ნახევარი ხარ რეალურად რა. ნუ ეგეც ალბათ ჩვენი ნაწილია რა, სამყაროს ნაწილია. 95% თუ რაღაცა ბნელი მატერიისგან შედგება კოსმოსში, ხო? ამისგან თუ გავაკეთეთ 5% გვჭება. ზუსტად. გვაწყობს ახლა. არავინ არ ვინ ხარ მაშინ ისევ ხო? ძალა მანდ არის რა. ძალა მანდ არის. ახლა სიბრძნა შეიძლება ცოდნა. სიყვარული, რაღაცა compassion, თანაგრძნობა შეიძლება არის სინათლეში, მაგრამ ძალა იქ არის და ამას აღსრულება ჭირდება მე ამ შენ სინათლეს. ბევრი სინათლის ადამიანი მინახავს, რომელიც ძალა არ აქვს, რომ საქმე აღასრულოს. და ამას ჭირდება რაღაცა აღსრულება და ხანდახან აღსრულებისთვის არის საჭირო რა ეს სიბნელე რა, რომ თან ამ სიბნელის დანახვა განახებს, რომ სხვებშიც არის ეს სიბნელე. და მე ხვდები უკვე სხვა, როცა მოდის, როდის არის ნამდვილი, როდის მანიპულირებს, რას აკეთებს, როგორ აკეთებს და უკვე სხვის სიბნელი მხარეთ შეგიძლია დაინახო. სხვის ბნელ მხარეს როცა ხედავ, შეგიძლია უკვე შენ უთანაგრძნო იმის ბნელ მხარესაც. არ მისცე უფლება, რომ გახდე მანიპულაციის მსხვერპლი და თავდაბალი ხდები რა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გახსოვს, რომ ყოველთვის აქ არის და თავდაბალი ხდები რა, როგორც სალმონებში რო არის, რო ცოდვა ჩემს წინ არის მარადის. მარადის არის, იმიტომ რომ თავდაბალი გაახდე და გახსოვდეს ყოველთვის რა, რომ ეგ ხარ რა და გიცავს რაღაცნაირად ამ პარტავნების ცოდვისგან რა. ამ პარტავნება კიდე ისეთი სიმაღლეა, იქიდან თუ ჩამოვარდი, ძალიან ძნელია მე რომ ვიცით ხო ჩვენ ბიბლიური გავარაგები ხდაცემული ანგელოზები ამ პარტავნების გამო დაეცნენ ზუსტად და აი ეს ჭრდილთან შეხვედრა მაგისგან გიცავს რა და თავდაბლობა ძალიან სასიამოვნო რაღაცაა. ძალიან სასიამოვნო რამეა, რომ შეგიძლია თავი დახარო. ძალიან სასიამოვნო. ყველას წინაშე. ხო. არ ამტკიცებ რაღაცებს, აღარ ამტკიცებ და მრავლად ხარ რა. და მაშინ აი თითქოს აი გამთლიანება ხდება და ეს ინდივიდუაციაც მაშინ ხდება და უფრო სრულყოფილი ხდები, ასე ვთქვათ, უფრო თვითკმარი. ალბათ რაღაცა აი შენ ხომ მოდი რაღაცა აი ესეთი მდგომარეობა არის ცოტა ხანი მაინც როცა მაგ ცეკვას იწყებ რომ აი ესე ხარ რა ის აღარ გაგროვა და მე უცებ ჩაწყნარდი ხო ანუ სულ ბობოქარი ბუნების ნაწილი აღარ ხარ რა შენი ფსიქიკაც აღარ ზიანდება მაგითი და არც ალბათ გარემოს აღარ აზიანებ შენ გარშემო. ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ჭრდილთან შეხვედრა, მე ვიტყოდი რომ უმნიშვნელოვანესი გზა არის სულიერი ძიების დროს და არ ვიცი რა, ოდესმე თუ რამე საავტორო სწავლებას გავაკეთებ, ჭრდილის გაცნობიერება იქნება პირველი, მაგრამ ეგ არ ვიცი ხა როგორ უნდა მოხდეს ადამიანი რაღაც მომენტში მზად უნდა იყოს რომ მაგას დახვდეს, თორე ეს ჭრდილი ყოველთვის მესმოდა სხვადასხვა სწავლებებში, მაგრამ რეალურად თვალი გაუსწორე სხვა დროს რა. რა ჭრდილი. მაგაში სხვა შორის ასტროლოგია დამეხმარა ძალიან. ზოგადად ასტროლოგია ეგოს ასუქებს ხოლმე, რომ როგორი მაგარი ხარ, მშვილდოსანზე წავეკითხავ, მაძიებელია, მხიარულია, კარგი იუმორი აქვს, ფილოსოფიური აზროვნება უყვარს. რაღაც ეს ყველაფერს კითხულობ, მაგრამ აი ევოლუციური ასტროლოგია არის, რომელიც პლუტონზე ბაზირებს, გეცოდინება ალბათ ყავდა აქ ნინო ტოგონიძე. რომელიც პლუტონიდან გამომდინარე ლაპარაკობს და პლუტონი მზის სისტემაში არის ყველაზე შორი პლანეტა და მზის სისტემა აღიქმება როგორც შენი ცნობიერების რუკა, ტვინის რუკა და შესაბამისად პლუტონი გამოდის შენი ყველაზე ღრმა წერტილი, ფსიქიკის ყველაზე ღრმა წერტილი და აი
მან დრო წავიკითხე ჩემი ნიშანი სად იყო, უბრალოდ შოკი მივიღე რა. აი ძალიან დიდი შოკი მივიღე, რომ ისე იყო ჩაშლილი, როგორ შეიძლება манипуляციის სქემები აწყოს და აალაგოს თავის ემოციებით იმანიპულიროს და ეს ემოციებიც მე რომ მეგონა რომ რაღაცა კარგია და თურმე რა ხდება. აი პრო თვალი გაუსწორეს ხო გზა აღარ მქონდა მაგისკენ და მე რა უფრო მიმღები ხდები სამყაროს მიმართ რა. ამ გზაზე როცა შედიხარ. არის ძალიან ბევრი ეჭვი. სწორს ვაკეთებ, არასწორს ვაკეთებ. ეხა ესე კარგი, ეხა ესე ცუდია. მე შემოდის და შენი გონება გებრძვის იქ რომ თუ ჩაირთვება ეს ლოგიკა, გეუბნება რომ ეხა რას აკეთებ ეს. იმიტომ რომ მე მქონია მომენტები რომ აი რაღაც მედიტაცია დავიწყე ხო მაგალითად და ჩაირთო ლოგიკა და გეუბნება რომ მაგალითად ეხა იქ სადაც მიდიხარ იქ სექტაა ის რაღაც რაც ხდება, რა ხდება იქ რა. ან მე შემოდის მეორე ვარიანტი რომ შენ რო იცვლები, შენ გარშემო ადამიანები შენთან ერთად თუ არ იცვლებიან, შენ გაუცხოება გეწყება თავიდან. მე კი იღებ მაგ ყველაფერს და გიხარია რომ უბრალოდ შენი ახლობლები არიან, მაგრამ გაუცხოება გეწყება უეჭველი და გექნება გაქის სურვილი რომ სხვა ადამიანები გინდა მოძებ. და ეჭვები ჩდება რომ სწორ გზაზე ვდგავარ. რატო ვირთულებ ცხოვრებას? ხო, მიიყო როგორც მიდიოდა, ხო? მე რა პრო შენიდან ეგ ეჭვი აუცილებელი საგანია რომ არსებობდეს და ქრება ეგ ეჭვი. აი, როგორ დაემთხვა, ეხა უსმენდი ერთ ვიდეოს YouTube-ზე, რომელიც მაგაზე ლაპარაკობდა ზუსტად. ეჭვი საჭიროა კი. ეჭვი საჭიროა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო რაღაცები და პირდაპირ არ მიიღო, რასაც მოგაწვდიან. მინიმუმ გატესტო, მაგრამ ეჭვი თუ შენ მოქმედებაში ხელს გიშლის, მაშინ რა გინდა? არ გინდა. თუ ეს ეჭვი უბედურებას გიშენებს, მაშინ არ გჭირდება. და თუ ეს ეჭვი გეხმარება იმაში, რომ უბრალოდ სიცხადე შემოიტანო შენ ცხოვრებაში, მაშინ ყავდეს. ხო. და ხანდახან აი ზუსტად ის კაცი მაგას ამბობდა, რომ შენი ეჭვიც ეჭვ ქვეშ უნდა დააყენო. საიდან მოდის? ხო. აი თუ რაღაცას ეჭვი გეპარება და კრიტიკულად უყურებ. იმას კი უყურებ კრიტიკულად, მაგრამ მოდი ახლა შენ ეჭვს შეხედე კრიტიკულად, აბა რამდენად ლოგიკური არის ეს შენი ეჭვი, ხო? საიდან მოდის, ხო? შიშია თუ უბრალოდ მეტი სიცხადის სურვილი გაქვს. ერთხელ იყო მე მაგალითად ერთ-ერთ პრაქტიკაზე, მაშინ აი საწყის ეტაპზე, თუ კი რამე თბილისში პრაქტიკა არსებობდა, ყველგან დავდიოდი. ხო. და ერთ-ერთ პრაქტიკაზე მივდიოდი და ძირითადად ქალები იყვნენ ხოლმე სულ რა. და ცოტა სექტანტური ვაიბი ქონდა იქაურობას და არ მინდოდა რომ ამ სექტაში გავრეულიყავი და ეს ეჭვი მქონდა და რაღაც შინაგანი წინააღმდეგობა რომ მე იქ არ მიიმდა რომ მივიდე და აი სექტა რა ეს რაღაც იცახის ჩემში რომ აი სექტა და რა გინდა ამ სექტაში და მე ხვდები რა პრაქტიკა ნამდვილად მუშაობდა რა მომწონდა მე თავს როგორც გრძნობდი და მე მივუტრიალდი ესე ჩემ თავს ვთხარი ესეთი რაღაც რომ ან გეშინია რომ სექტანტი გახდები? რეალურად ეს ეჭვი არის მაგისი რომ მე მეშინია რომ სექტანტი გავხდე. ანუ მაგდონეზე არ გჯერა შენი თავის და მაგდონეზე არ გჯერა შენი გონების და შენი ინტელექტის რომ გეშინია რომ იმათ დაიმსგავსები. მე გაჩუმდა მეთქი მოდი წავიდეთ მივიღოთ ის რაც საჭიროა და ხანდახან ესეთი დიალოგები ეჭვთან ხო საჭიროა რომ აჩვენო რომ აქ ვინ არის ბატონი ბოსი ეგ ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მე ხშირად მქონია მე ესე ბევრ პრაქტიკებში არ მემიღია მონაწილეობა მაგრამ ეჭვის ქვეშ ეჭვის დაყენება და თან მან ძალიან საინტერესო რაღაცას ხვდები როცა მაგაზე ფიქრობ რომ ეს ეჭვი შენია თუ იმ დაჯერების არის რომელიც ოდესღაც სადღაც ან ამ ცხოვრებაში დაგაჯერეს ან კოლექტიური არის თუ შეიძლება ეგოსია იმიტომ რომ ეგოს ცვლილება არ უნდა ხო აი როგორც კი ცვლილება იწყება აი ისეთ სცენებს დაგიდგამს ისეთ манипуляციებს შეგიტარებს რომ ეს ცვლილება ბოლომდე არ განხორციელდეს რომ სახტად დარჩები არ უნდა კომფორტის ზონიდან რომ გამოვიდეს რა და სულიერ გზაზე ახლა მაგალითად ძალიან ხშირი არის როცა სულიერ სწავლებას ეჭვს აყენებ. აი რჩია ხო მასწავლებელი პირობითად რომ რაღაცა და ეს მასწავლებელი გეუბნება რომ აი ეს მედიტაცია მოგეცი შენ 40 დღე უნდა აკეთო. ეჭვი სულ გექნება რომ ახლა უნდა ვაკეთო ეს 40 დღე თუ არა, უნდა ვაკეთო თუ არა. აი ჯობია აკეთო ცოტა ხანი 40 დღე ჯობია აკეთო რა.
მაგ ეჭვის გარეშე რა. უნებრივი არის რა, ეხლა ძალიან დიდი ხანია ისეთ მასწავლებლებსაც ვაყენებდი ეჭქვეშ, ყველას ვაყენებდი ეჭქვეშ აბსოლუტურად და ცოტა დამღალა კიდევაც ამან და ჩემი თავი მეგონა ჭკვიანი. მაგას როცა ვაკეთებდი, რომ აი მე რა ჭკვიანი ვარ, ბოლომდე არ შევედი არც ერთ რაღაცა ორგანიზაციაში. ესა, მაგრამ რეალურად ხდებოდი, რომ ბოლომდე სარგებელსაც ვერ ვიღებდი იმ სისტემისგან რა. როცა არ შედიოდი. როცა ამ ეჭვებს მივყვებოდი რა. და რეალურად აი ხანდახან ალბათ ჯობია, რომ უბრალოდ მიენდო. უბრალოდ მიენდო რაღაცა დროის მანძილზე მაინც განსაზღვრო, რომ აი მაგალითად 2 თვე ხმას არ ამოვიღებ და რა ავიღე რაღაცა პრაქტიკა, ტექნიკა და ეჭვი მაქვს ხა არ ვიცი ეს ოშოს მედიტაციები მუშაობს თუ არ მუშაობს, სადგურის მედიტაცია მუშაობს თუ არ მუშაობს. აღარ მინდა ეჭვი, გადავდგი, ავირჩიე და მორჩა, მოდი 2 თვე ამას ვაკეთებ. მე არ ვიცი ვნახოთ რა იქნება რა. ხო, და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი ესეთი მოლაპარაკებები საკუთარ თავთან შეგვეძლოს, რომ ეს ეჭვი მუდმივად არ იყოს. თუ მუდმივად არის, აი სტაგნაციაში შეიძლება დაგტოვოს და გაგყინოს. და ძალიან დაიტანჯვა გადადიხარ. ძალიან ცუდია, ძალიან ცუდი. მეც მქონდა განსაკუთრებით ეხება, როცა აი იოგაზე არასდროს არ მქონია ეჭვი. ხო. აი არასდროს არ მქონია. მაგრამ იოგაში არის სხვადასხვა სკოლები, რომლის მიმართაც შეიძლება გაგიჩნდეს ეჭვი. კი. და იქ წიგნის კითხვის დროს რო კითხულობ, განსაკუთრებით აღმოსავლურ ფილოსოფიას როცა ვკითხულობ, იქ არის რაღაცა მონაკვეთები და მე რა დავაფიქსირე, იცი ძალიან საინტერესო აღმოჩენა გავაკეთე, რომ არ გულით არ წავიკითხე ის მონაკვეთი, რომელსაც მე ჩემი მენტალით არ ვეთანხმებოდი. ანუ გადაფურცლად თითქოს კი სიტყვები ამოვიკითხე, მაგრამ გადაფურცლად. ეს რო დავაფიქსირე, მე 5ჯერ უფრო დიდი გულის ყურით წავკითხე ის მონაკვეთი, იმიტომ რომ ანუ შედი რა ეწინააღმდეგები ხო, რა დაჯერება გაქვს ეგეთი რომ ვერ აბიჯებ, ანუ ვინ ხარ, მისო მანდ მეთიხარ, აი ვინ არის ის, ვინც ვერ იჯერებს ამას, ვერ აბიჯებს რა. და ჩვენ სანამ შემოვიდეთ, ეხლა დაჯერებებსაც ძალიან საინტერესო როდესაც გავაზიარა მაყურებელთანაც, რომ მოგიყევი ფულთან დაკავშირებით რა. ხო და ეს რაღაცა მათეს უყვებოდი, რომ არ მუსირებს ჩემს ცხოვრებაში ახლა ეს რაღაცა სპონსორები, ფული, ეს აპარტნიორები, რაღაცები და ოკეი, მაგრამ პირველ ეტაპზე ძალიან დავიძაბე. იმიტომ რომ ჩემ თავში იცი როგორი დაჯერება იყო, ჯერ ყველაზე ზედა ლეველზე, დონეზე გეუბნები, რომ დაჯერება იყო, რომ მე ამ საქმეს რო ვაკეთებ, ფული მოვა და არ მინდა მაგაზე ფიქრი. ეს იყო პირველი. ეს კაი ჩამოხსენით რა. მერე გაჩნდა რაღაცა წამოვიდა სპონსორი, ის, მაგრამ გარშემო მესმის ყველა მეუბნება, რომ შენ რაღაც ისეთ კარგ საქმეს აკეთებ, მეტი რატო არ არის. და ეჭვი გაჩნდა, რომ რატო არ არის, მაგრამ მაგასაც უგუველყოფ, რომ რატო არაუშავს რო არ არის. ესე ფიქრობ რა. და ჩემს ხელთ გაჩნდა ერთი წიგნი, რომელსაც მე ახალი სერიაც მაქვს, მოგეთ კვირაობით წიგნებს განვიხილავ ხოლმე რა და იმას ამ კვირას უყურებთ, ჩემო კარგებო. სადაც იქ იყო, რომ ისეთი დაჯერებები გვაქვს. ჩაბეჭდილი, რომ ვერტკი ვხვდებით. მაგალითად ერთ-ერთი, რომ ჩვენ გავიზარდეთ, ჩვენ სოციუმის ჩვენ ქვეყანაშიც ეს მგონია, რომ ფული არის ხელის ჭუჭყი. ფულიდან მოდის უბედურება. ფულს კარგი საქმით ვერ იშოვი. ეს ხო, ანუ რა ვიცი, დღემდე ადამიანებს ხო, და შესაბამისად ჩვენ თუ ფულს ავიღებთ როგორც ენერგიას, ხო? თუ სადღაც ბლოკი გაქვს ამ ენერგიასთან და ისევ ჩვენ ხო ვართ ენერგეტიკული სხეულები, ხო? თუ სადმე ბლოკია ამ ენერგიასთან, რანაირად უნდა შემოვიდე შენში? ვერანაირად. ძალიან საინტერესო რამეს ახები, იმიტომ რომ ეგ თემა მეც მაინტერესებდა და ვიკვლევდი ჩემი ფსიქიკის დამოკიდებულებას ფულთან მიმართებაში და გავაკეთე განლაგებაზე თუ ყოფილხარ ნიადაგის ღუზას რო ეძახენ ფურცელზე რა უნდა დაწერო რაღაცა ფულთან დაკავშირებით და ვაკავშირდები ჩემ შინაგან დინამიკას რა. და ჯერ წამოვიდა ძალიან დიდი რისხვა, აი გაბრაზებული ვარ, მინდა რომ აი არ არსებობდეს გავანადგურო რა, იმიტომ რომ გამახსენდა ძალიან ბევრი ბავშვობის ტრავმა, ეხა 90-იანებში ვარ გაზრდილები ხო და მახსოვდა რომ აი რაღაცა რომ მინდოდა, ანუ ფული არ გვაქვს და ფულს ვადანაშაულებდი იმაში რომ ჩვენ ვიყავით ღარიბები და არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი ქვეყანა იყო ღარიბი და მაგაში ვადანაშაულებდი ფულს, არაცნობიერად რომ ფულის ბრალია ის რომ ჩვენ ცუდად ვართ რა. და ეს ბრაზი არსად არ წასულა, იყო და მე ხვდები იმას რომ დაუშვათ მე ვარ ფული. ანუ მე მივალ ისეთ ადამიანთან, ვიცაც ვეზისღები? სუსტად.
და მე უკვე გაჩნდა ეგეთი მომენტი, რომ აი როგორი დამოკიდებულება არის სწორი, ასე ვთქვათ, ფულთან მიმართებაში რა. რომ აი მინდა ფული, მაგასაც ვერ გრძნობ ეხლა, რომ რაღაც ფული მინდა და ფულის გამო რაღაცებს გავაკეთებ, მაგასაც ვერ გრძნობ შინაგანად, მაგრამ აი მე მომეწონა ეგ მიდგომა რაღაც რასაც ქვია, ბატონის და მსახურის რა. შენ ხარ ფულის ბატონი და ფული უნდა იყოს შენი მსახური და მე ისე დავალაგეთ ურთიერთობა, რომ მან განაცხადა, რომ შენ გზაზე იარე და მე დიდი სიამოვნებით ვიქნები შენი მსახური და დაგეხმარები მაგ საქმეების გაკეთებაში, რასაც აკეთებ და ხო, იმის მერე ეგრე მოძრაობთ. ხო, ანუ ეგ არის, სიმართლე ხა შენც გაგიზიარე, ეგ რომ ოდეს ძალიან უჯრედების დონეზე უნდა დავიდეს შენში. ეს უბრალოდ ის რაღაცა, არ ვიცი, სიტყვა არ მახსოვს, რასაც ახიან მანიფესტაცია რა და მეორე, რომ იმეორებენ რაღაც ერთ და იგივე წინადადებას, რა ქვია. რაც ქვია მოკლედ რა. ეგ უბრალოდ გავიმეორო. ის კი არა, რომ ამ კაცს ძალიან კარგად ახსნელი, რომ ის კი არა, რომ მე მდიდარი ვარ, მე მილიონი მაქვს კი არა. ყოველ დღე ჩემი ფინანსური მდგომარეობა უმჯობესდება. ყოველ დღე ჩემი საქმე წინ მიიწევს რა და ავტომატურად, ეხლა ჩემი შემთხვევაში ავტომატურად მადლიერება შემოდის, იმიტომ რომ მართლა მიიწევს ეს ჩემი საქმე წინ. ანუ ხო ხდები? ეგრევე მადლიერება გაქვს და იტვირთები დადებითი ენერგიით და ნუ ეს შიგნით უნდა გაითავისო, რომ ფული ხელის ჭუჭყი არ არის და რეალურად თუ კეთილად გამოიყენებ, ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეგიძლია მაგ ფულით რა. საინტერესო რაღაცას მიადექი ახლა. ცოტა ხნის წინ აღმოაჩინე, რომ შიში მაგ წარმატების, რასაც ვეძახით, აი ცოტა მასშტაბის. არა და შინაგანად ყოველთვის მასშტაბურ პროექტებზე ვფიქრობდი ბავშვობიდან დაწყებულ. და ეხლა რაღაცა თითქოს აი ისეთ ეტაპზე დადგა, რომ რაღაც ჩემი გადაცემა დავიწყე, ცოტა ფართოვდება რაღაც ახალი პროექტების შესაძლებლობა ჩდება და ხედავ იმ შესაძლებლობას, რომ აი ეს მუდმივ გაფართოვებაში შეიძლება ვიყო და მივხვდი, რომ ცოტა მეშინია მაგის. ტრაქცია. მივხვდი, რომ რეალურად შეიძლება ადამიანები სწორედ მაგ შიშის გამო ვიბლოკავთ საკუთარი განვითარებას და წინსვლას და რაღაცებს და აი ამ შიშის დასანახად ეხლა რა ვიცი 35 წელი დამჭირდა მაგალითად ეგ შიში რომ დამენახა და მე ვთქვათ რომ კარგი ოკეი ამ შიშთან ვიმუშაოთ. იმიტომ რომ ეს შიში სანამ ვერ ხედავ მანამდე მუშაობს. როგორც კი დაინახავ იმელება. ან ქრება მე ბოლოს უკვე როცა გადადგა. მინიმუმ ხედავ და უკვე ხელს აღარ გიშლის მოქმედებაში რა. აი ხა უკვე ხვდები რომ კი შემიძლია უფრო მასშტაბურ პროექტებზე ვიფიქრო და კი მეშინია. მაგრამ მაინც ვიფიქრებ და მაინც მივდივარ. ხო, აი ხა ისე მაძიებელთან რომ მივიდეთ, ძალიან ერთი ფრაზა იყო, რომელიც ძალიან დამეხმარა ასევე. სიმამაცე არ არის ის, როდესაც მე არ მეშინია, სიმამაცე არის ის, როცა მეშინია და მაინც მივდივარ. სუსტად. ნამდვილად. ხო, და ამიტომ ეგ არის რა, შიშებთან ბრძოლა არ გჭირდება, შიშების დანახვა გჭირდება, რომ დავინახოთ და გავაგრძელოთ სიარული რა. კი. და აი ხა ეგეც ძალიან საინტერესო არის, როცა ფინანსებთან მივდივართ, როცა ფულთან მივდივართ, მე ხვდები, რომ ნუ არ კეთდება, აი ხა ისეთ სამყაროში ვართ, რომ არ კეთდება მაგის გარეშე რაღაცეები რა. გაიყვნენ მე-19 საუკუნეში ეს ქართველი ერის მამები, რომლებმაც დავიცი დაატრიალეს და რეალურად სახელმწიფო გადაგვირჩინეს. ახლა ის რომ ქართულ ენაზე ვლაპარაკობთ, ქართულ ენაზე რო წერთ, მათი ძალიან დიდი დამსახურებაა და ეხლა ილია ჭავჭავაძეც ჯეროდა ამიდა ის რაც აკეთებდა და კარდა დიოდა ამათთან რომ ფული გამოერთმია, ხო? მეცენატები ვინც იყვნენ და ბიზნესმენები რა. და არ კეთდება რეალურად ფულის გარეშე საქმეები და ფულთან ურთიერთობა და ეს ფულის შიში რომ რაღაცა გავექცე მაგას. ესეც არის ჩემი აზრით ჭრდილთან დაკავშირებული ამბავი, და ფულიც ჭრდილის ამბავია, რომ ჭუჭყიანია და ბინძურია და მე მეშინია ჭუჭყის, არ მეშინია მე ჭუჭყის. არა. მე თუ ჭუჭყის მეშინია, ესე იგი ჩემ სინათლეს ეჭქვეშ ვაყენებ. სუსტად, ჩემ შესაძლებლობას ვაყენებ რეალურად, ხო, ეჭქვეშ. ანუ მე არ შემიძლია მაგის გაკეთება. და აი ერთი კითხვა მაქვს შენთან. არ შემიძლია მაგის გაკეთება და მეშინია რომ მე ჭუჭყიანი გავხდები. ზუსტად. იმიტომ რომ მე ხო ვერ გავიწმინდები მე. ეგეც ჩვენი დაჯერება არის, რომ 64-ში რომ მოვხდეთ ჩვენი რელიგიური დაჯერებაში, რადგან ძალიან უცდები და შენ უკეთ ერკვევი ჩვენს რელიგიაში და შემისწორე, მაგრამ 64-ში რომ მოხდე,
ну ისეთი ცხოვრების წესი უნდა გქონდეს, რომ იქ ხო, ამიტომ არის. და ამ წიგში ზუსტად ეგ არის, რომ რასაც გიყვებოდი, ბიბლიდან არის სხვადასხვა ფრაზები და იქ ამბობს ეს კაცი, რომ ჩვენ ძალიან ბევრი წმინდა წიგნი გვაქვს არასწორად გააზრებული, რამაც მოგვიტანა არასწორი დაჯერებები და მე უკვე ეს გმართავს. ოღონდ მთავარი აქ ამასავალი წერტილი ჩემთვის არის ის, რომ მე ვერც კი ვხვდებოდი რომ ეგ რაღაც, ანუ ფული ხელის ჭუჭყია და ფული სიბოროტის წყაროა, ჩემში არსებობდა. კი, ზუსტად. ვერ ვხვდებოდი. ზუსტად. და ეხა აღმოვაჩინე, მე 31 წლის თავზე აღმოვაჩინე, ხო ხდები, ანუ ვერ ვაცნობიერებთ მაგაში პრობლემა ეგ არის რა. მე მჭირდა ეგ სიტყვა შრომაზე და ძალიან უცნაურად დავამოღამე. ბათუმამდე სანამ იყო გურიაში არის სოფელი შრომა და ბათუმში ხშირად მიწევდა სიარული. ამ შრომას რო ვკითხულობდი, აგრესია მიჩნდებოდა. აუ რატო მეთქე რა ხდება და სიტყვა შრომასთან მაგ აგრესია ვერ ვიტან სიტყვა შრომას. დღემდე? არა, დღემდე არა, ეხლა ნუ შევხედეთ და შრომა, ოკეი, მაგრამ შრომის არქეტიპი ჩემთან იჯდა, როგორც აი ამ ქვეყანაში იშრომებ, მაგრამ მაინც არაფერი გამოვა, უნდა იწვალო და შრომა არ ფასდება. ეს მეგონა რომ შრომა არ ფასდება და თან მერე ყველა მეუბნება რომ უნდა იშრომო შვილო. What the fuck? ანუ რატო უნდა ვიშრომო თუ არ ფასდება? რა ისეთი გამაკეთებინეთ რაც ფასდება. და შრომაზე სულ მედგა თვალწინ რაღაცა ხელებ გადატყავებულებებია ჩემი წელში მოხრილი რაღაცა ბერტყავს იქ რაღაცა ხილს, მე აკეთებს, ჩირებს, მე ქალაქში მიდის, ყიდის, მე აიღებს ოცლარს და არის მაინც ესეთ რაღაც გაჯი და ეგეთი არქეტიპი მედგა ძალიან აი სიღრმეში რაღაცა სიღრმეში მედიტაციებსაც ვაკეთებ და კი რაღაც ომნამაში ვაია ყველაფერი რიგზე არის, ნეტარებაში ვარ, მაგრამ ეს ფსიქიკაში ღრმა ჩაბეჭდილი რაღაცა კოდები მაინც არის. ანუ ეს რომ მედიტაციის დროს ნეტარებას განიცდეს, იმას არ ნიშნავს რომ კოდებისგან ეგრევე თავისუფლდები არანაირად. უბრალოდ მე იმისი ძალა და ენერგია გაქვს რომ ეს კოდები დაინახო, თორე ეგ იმას არ ნიშნავს რომ უპს. კი, და პლუს აი კოდების დანახვაზე და მასწავლებლებზე მინდა რომ ცოტა ვილაპარაკოთ. ჩემ ცხოვრებაში მაგალითად მასწავლებლები არ არიან გურუები, არ ვიცი, ეგეთი ტიპები რა. ჩემ ცხოვრებაში მასწავლებლები არიან ჩვეულებრივი ადამიანები. ჩემი მეგობრები, ჩემი მშობლები, რომლებიც მაძლევენ ისეთ გამოწვევებს, რომელიც მაბრუნებს ჩემს თავში ისევ და ისევ. და მედიტაციის ძალა ჩემთვის აი მაგაში დავინახე, რომ მე შევძელი დავკვირვებოდი, რომ ეს კონკრეტული მოვლენა და ეს ადამიანი არის ჩემი მასწავლებელი. და რამხელა წყალობა და მადლიერება, რომ ეს ადამიანი გამოჩნდა. ან არის ჩემ ცხოვრებაში, რომ მე შემიძლია ეს ჩემი ჩრდილი დაველაპარაკო პირდაპირ რა, ის მელაპარაკება წინ მიდგას და ჩემი ჩრდილი მელაპარაკება ხვდები, ანუ ჩემი მოგონილია ეს ადამიანი რა. ეხლა შეიძლება ძალიან სურგოს და რაღაცას ვიძახო. მაგრამ ანუ აი, შენთვის მასწავლებლები და გურუები როგორ არიან? ვიცი რომ ხო და მან მე მივაბად ძალიან საინტერესო რაღაცა ჯერ გამეც არ დამოვიწყდეს უბრალოდ შევძელი. აბსოლუტურად ძალიან სწორი მიდგომა არის სოციუმთან და სამყაროს მიმართ, რომ როგორც სოციუმს, როგორც მასწავლებელს ეგრე აღიქვამ რა. როცა მოსწავლის პოზიციაში ხარ და ყოველთვის როგორც მასწავლებელს ისე უყურებ და რა შეიძლება მათგან ვისწავლო რა. ეს არის ძალიან სწორი პოზიცია. მაგრამ სულიერი მასწავლებელი აბსოლუტურად სხვა ფენომენია. აბსოლუტურად სხვა ფენომენი. აი აბსოლუტურად სხვა ფენომენი. ხო, ამბისანი რა ფენომენი. ცოტა არ გვესმის კარგად რა ჩვენ კულტურაში მით უმეტეს. ეხლა აღმოსავლეთში მეტნაკლებად იციან ეგ რასაც ნიშნავს და ჩვენ არ გვესმის და სიტყვა გურუზეც კი ალერგია გვაქვს. და ცოტა ნეგატიურ კონტექსტშიც მოიხსენიებთ ხოლმე რა, რომ დაიწყო ამან გურუობა, რას მასწავლი ის ხო არ ხარ. და ძალიან დიდი წყალობა და უდიდესი ბედნიერება არის სულიერ მასწავლებელთან შეხვედრა. ეს ჩათვალე რომ არის უკვე რეალიზებული ღმერთი, ადამიანი რომელიც რეალისტა და მისი რადიაცია უკვე შენში ძალიან დიდ ცვლილებას იწვევს. აი ხო გახსოვს ის ეპიზოდი ახლა მაგალითად როცა რიშიკეში ყოფნის დროს იმ გამოქვაბულში ვიყავით. წარმოიდგინე ეგ არის მასწავლებელი რა. ანუ მანდა ეგ არის ვაშისტას ქეივი, ვაშისტა იყო უდიდესი გურუ. ეგ არის ვაშისტა ახლა მანდ რაც დგას და შვიდი ბრძენიდან, ხო. და როცა პირადად ხვდები მასწავლებელს, ეგეთი რაღაც ხდება თავისთავად ხდება ეგეთი რაღაც. ხო. იმიტომ რომ მაგ ენერგიის მატარებელი არის რა უკვე მასწავლებელი თავისთავად. და რო გახედავ შეუძლია უკვე რაღაც
არაფერი არ გითხრას, მაგრამ ყველაფერი გითხრას. და დიდი საჩუქარია მართლა. კი ამბობენ რომ მასწავლებლების ეპოქა ეხლა დამთავრდა, აღარ არის მასწავლებლების დრო და ნელ-ნელა გადავდივართ სხვა დროში, როცა უკვე კოლექტიური ცნობიერება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ინდივიდუალური გურუები და ბუდასაც ნათქვამი აქვს ეგრე. მე აღარ მოვალ როგორც სულიერი მასწავლებელი, მე მოვალ როგორც მეგობარი და ჩემი სახელი იქნება მაიტრე. მეგობრები არიან ძალიან დიდი მასწავლებლები, ასე ვთქვა და ეხლა არის ის დრო, ეხლა სამწუხაროდ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობ და არ გვაქვს იმის ფუფუნება ბევრი სულიერი მასწავლებლის. ეხლა მაშინ ყველა ეკლესიაში სულიერი მასწავლებელი უნდა იყოს, რეალიზებული მასწავლებელი, მაგრამ არ ყავს ეგრე. მაგრამ ყავს მეგობრები, რომლებთანაც შეგვიძლია რაღაცები გავაზიაროთ, მოვყვეთ და რაღაც არჩევა მივიღოთ და უთხრა რომ აი რას ხედავ ჩემში და მივცე უფლება რომ ჩემ თვალში თუ ხედავს ბეწვს, მითხრა სად არის ეს ბეწვი. და ეს შესაძლებლობაც რომ გამოვიყენოთ და ჩემი მიდგომა ისეთია რომ მე რაც მეხმარება ყველაფერს გამოვიყენებ, რაც მეხმარება გზაზე რომ მივიდე, ასე ვთქვათ, ამ ღმერთთან ყოფნაში რაც ხელს მიწყობს, ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენო უკომპრომისოდ. რომელი მასწავლებელიც არ უნდა იყოს და რომელი არა მასწავლებელიც და ძალიან დიდი საჩუქარია ეხლა და დიდი სიყვარულის წყარო არ ვიცი, ხა პირადად ჩემთვის სადგურო იყო ყოველთვის ეგეთი, როცა ვხედავდი, აი სიყვარულით მევსებოდა გული, აი უდიდესი სიხარული სადგურებდა ჩემში. და არ ვიცი მე აი ამ სიყვარულს რატომ უნდა შევუყენო წყალი და რატო არ უნდა მივცე გასაქანი, მაგასაც ვერ ხვდებოდი, რომ აი გურუა და არ შეიძლება რომ გურუს თაყვანი ვცე. თაყვანის ცემაც რაღაც ნეგატიური სიტყვა, მაგრამ თავი დაუხარო არ შეიძლება, როგორ არ შეიძლება, რატომაც არა. რატომაც არა. და იქ ინდოეთში კიდე უცნაური ისაა რომ ჩავედი სადგურს აშრამში, ყველგან რაღაც სადგურს სურათები კიდე იქ. კიდე ეგეთი უცნაური ტრადიცია აქვს, რაც ჩემთვის ძალიან გაუგებარი იყო, ტერფებზე ეთაყვანებიან ხოლმე და დაუჩოქო და ტერფებზე ხელები დაადო და დევს ხოლმე ეს სპეციალური ნაკურთხი ტერფები, რომელიცაც სახელსადებენ მე თავს ვიდებენ და ჩემთვის ეს ცოტა კრინჯი იყო. და არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ მე ხვდები რომ ნუ ეგეც რაღაცა ეგოს ნაწილი არის რა, ჩემი რა რატომაც არა რა. ანუ იგივე არ არის ეგ რა ახლობით, რაც ხატზე თხოვა არის ჩვენთან. თითქმის ხო. ხო და მან ეგეთი კითხვა მაქვს, კერპთაყვანის ცემლობის შეგრძნება არ გიჩნდება? ხატებთან თუ ზოგადად? ზოგადად აი როდესაც უსულოს ვაგნებთან. ინდოეთში განსაკუთრებით, იმიტომ რომ იქ პირდაპირ გაგებით, ასე ვთქვათ, რასაც ჩვენ კერპებს ვეძახით, ეს ფიგურებს ვეთაყვანებით, ხო და კი, ეგ განცდა მიჩნდება. ინდოეთში რო ვიყავი, ყველა, კი იცი, ყველაფერში ვიღებდი მონაწილეობას და ყველა ქანდაკებასთან მივდიოდი აბსოლუტურად, მაგრამ აი ნაგანი განცდა მაინც იყო, უბრალოდ იქ მიყვებოდი დინებას რა, მოკლედ ესე ვთქვათ რა, მაგრამ ეს რომ იყოს ყოველდღიურობაში, ყოველდღიურად მივიღვიძებდე და მივდიოდე და ვაკეთებდე, იმიტომ რომ სადღაც შინაგანი სიცოცხლის სიმჯერა, რომ ყველაზე დიდი ცოდნა, კი არა და ყველაფერი ცოდნა არის ჩვენში ჩატვირთული. თითოეულ ჩვენგანში. და ჩვენ შეგვიძლია ზუსტად აი ამ გზებით, ამ შეხვედრებით ჩვენს მეებთან, რა ქვია, ბნელ მხარეებთან და შემდეგ ეს ცოდნა ამოვიღოთ და გამოვიყენოთ. ვიღაცა შეიძლება ვიღაც გურუს სხვანაირად აქვს, იმას სხვანაირად აქვს, მაგრამ მე მომწონს ბუდიზმის ერთი რაღაც, ნუ ერთ-ერთი, რომ რასაც ვისწავლით, ყველაფერი ბოლოს უნდა მივატოვოთ. ხო. აი მაგაზე რას ფიქრობ? კი, ეგრეც არის. ეგრეც არის, ეგ ყველაზე დიდი. ყველა ბოლო გაკვეთილი ეგ არის მე მგონი რა. რომ ყველაფერი დაივიწყო რაც ისწავლე. ხო. და უბრალოდ უკვე არ ცოდნაში გქონდეს ცოდნა. ეს ძალიან პარადოქსული მდგომარეობა, როცა არაფერი არ იცი, მაგრამ თან ყველაფერი იცი. მე ვიცი რომ არაფერი არ ვიცი. ხო, ანუ რა გენიალურია, ვერ ხვდებოდი ასე. ძალიან. ყველა ანუ ერთ-ერთი ყველაზე გენიალურია, რაც კი თქმულა. კი, ძალიან. და აქ კიდე რა შემოდის იცი, ეხლა ჩვენ რაღაცნაირად იმ ეპოქაში შევედით, სადაც სულიერება ბჭყალებში მოდაშია რა. არ გზნობ მაგას? კი. ხო. ჩდებიან გურუები, ჩდებიან მასწავლებლები, ჩდებიან ისინი, ჩდებიან ესენი. გურუები ჩდებიან, მასწავლებლები ჩდებიან. გურუ ცოტა ფენომენი არის. კი ბატონო, თუ გინდა განსხვავება დამანახე გურუს და მასწავლებელს შორის.
გარდა იმისა, რომ ენერგეტიკულად გრძნობ იმ ადამიანს და ამას შენ გურუ არის რეალიზებული რა. მასწავლებელი არის რაღაცაში დაოსტატებული, რომელსაც შეუძლია რაღაც გასწავლოს, მაგრამ რეალიზებული არ არის რა, ის თავის გზაზე არის კიდე. მასწავლებელი არის შეიძლება რომელიც რაღაც კონკრეტულ იოგას პოზებს რაღაცას გასწავლის. აი, ამაზე კომპლექსურად. აი, ამ გურუს არის უკვე რომელსაც რეალიზებული არის, ასე ვთქვათ რა, რეალიზებული. არ ვიცი სხვანაირად როგორ დავარქვა, მაგრამ ღმერთს ხედავ, როცა მას უყურებ. ოკეი. ღმერთს განახებს. ჭეშმარიტებას განახებს, ესე რომ ვთქვათ. ღმერთს განახებს, შენ ბუნებას განახებს რა. ვინც ხარ, მაგას ხედავ, ოღონდ ამას რაღაცებს კი არ გიკეთებს, უბრალოდ განახებს თავისი, იმიტომ რომ ის მიაღწია უკვე იმ მდგომარეობას, ასე ვთქვათ და მაგას განახებს და მასწავლებელი არის, რომელიც განახებს, როგორ უნდა გააკეთო კონკრეტული რაღაცა ტექნიკა, ხო, ან შეიძლება ჩაგიტაროს რაღაცა სხვადასხვა პრაქტიკები ესა ისე, მაგრამ არ არის რა ბოლომდე ჯერ. ხო. მაშინ თქვათ რომ მასწავლებლები რომლებიც სავარაუდოდ მე მომავალში გურუოვეს დაიბრალებენ. ეგეთი სუნი ცემს. მაგრამ აი რატო? გაიყნოს სხვა გვაქვს თქო და. ხო, მაგრამ რატო ამბობ იცი ძართული არის მოწყვლადი ფსიქიკისტვის და ადამიანისთვის ჭეშმარიტი მასწავლებლის თუნდაც შეგრძნება და პოვნა. ხო ეგრეა. კი. და ეხლა მგონია რომ წინა ეპიზოდის მედიტაციაზე მქონდა რომ მან ვლაპარაკობდით რა. რომ არ მისმენია ნახე რამდენად მისული. ხო, იმან ვამბობდით რომ რა არის ის რაღაც ეხლა შენ ბევრი პრაქტიკა გავლილი, მე ვერ დაგეწევი მაგ პრაქტიკაში ჯერჯერობით რა. რა არის ის რაღაც აირად გახვედრებს რომ ნამდვილია, ნავდია. სიყვარული. ენერგეტიკულად გრძნობ მაგას? ფიზიკურად. ოღონდ ეს რაღაცა ნებითი სიყვარული არ არის. რა თქმა უნდა. ფიზიკურად, ფიზიკურ სხეულში განიცდი მაგ ყველაფერს რა. ძალიან დიდი სიყვარული. და თაყვანისცემა, ახტაცება, პატივისცემა. ოღონდ ეს არ ვიცი სხვანაირად როგორ შეიძლება დავარქვათ, მაგრამ შინაგანად ხვდები ხოლმე რა, რომელი მასწავლებელი რეზონირებს ხა იმ მომენტში ჩემთან და რომელი არ რეზონირებს. არის აი რამდენიმე მასწავლებელი, რომელთაც ხვდები რომ ძალიან დიდ სიყვარულს ხედავ, როცა მათ უყურებ. ძალიან დიდ სიყვარულს და აღარ მაინტერესებს რას მასწავლის. აი ეს სიყვარული თუ ჩემში იზრდება მე როცა მას უყურებ, ან როცა მას უსმენ, ეს ჩემთვის უკვე უდიდესი სწავლება არის. ეს თეორია, ფილოსოფია რაც არ უნდა თქვას, უკვე უკანა პლანზე გადადის რა. ჩემზე თუ ესე მოქმედებს და თუ მე უკეთესი ადამიანი ვხდები, უკეთესი ადამიანი, უფრო ბედნიერი და უფრო მეტი სარგებელი მომაქვს ჩემი გარემოსთვის. და შენთვის. რატომაც არა, ხო? რატომაც არა. და ამიტომ მან ცოტა ზედმეტი კრიტიკულობა მასწავლებლების მიმართ და გურუების მიმართ მე მგონია რომ ეგეც ცოტა ეგოს ნაწილია და არ შეგვიძლია ჩვენ თავი დაუხაროთ ჩვენზე უფრო გასხიოსნებულ არსებას რატო არა ხო არა აქ ერთადერთი განშის გარეშე ვერ ვიტყვი ყოველს ამიტომ განშით ვიტყვი აქ ერთადერთი არის რომ აი ხო იცი ხვდები რა ხედავ იმ ადამიანს სხვა სიტუაციაში და ხვდები რომ ის რასაც აკეთებს არ მოდის იმასთან რაც არის ანუ აი სულიერ ეგოში ხო რეალურად ეხლა მე რას ვამბობდი რას გულისხმობდი რა თავიდან როცა მაგ გზაზე შედიხარ გაქვს ის შეგრძნება რომ შენ უკეთესი ხარ სხვაზე ხო გიჩნდება რომ აი მე რაღაც გავაცნობიერე და უკვე რაღაც სხვა გაცნობიერებით გელაპარაკები შენ და მე შენ უფრო რაღაც ისეთი ვარ წყნარი ვარ თუ არ ვიცი რაღაც რა და რეალურად როგორც ამბობენ ძალიან დიდი ხაფანგია სულიერი ეგოს სახით რომ ზუსტად აი ამ პარტავნებაში შეიძლება მაგანაც ჩაგაკეთოს რომ მე სულიერ გზაზე ვარ და შენ სად ხარ ვიღაცას ვეუბნები კი შეიძლება ხო ეგეთი რაღაცაც მოხდეს მაგისგან დასვეული არავინ არ არის, მაგრამ არ ვიცი, არ ამგონია დიდხანს გაგრძელდეს, იმიტომ რომ როგორც წესი, მალე წაიტეხს ხოლმე კისერს ეგ და მაგ შემთხვევაშიც ჩემთვის როგორ არის, როცა ისე საკუთარ თავზე რაც გამომიცდია, იქიდან გამომდინარე, ვიცი რამხელა კონფლიქტი და ბრძოლა შეიძლება იყოს ადამიანში შიგნით რა. და თუ ადამიანი რაღაცა აქეთ მაგალითად სულიერ გზაზეა და იქით მე რაღაცა საწინააღმდეგოს აკეთებს,
მე ვხედავ რომ მაგ ადამიანში შიგნით რაღაც კონფლიქტი მიდის რა და ამ კონფლიქტის დროს მაინც რაღაცა ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად რაღაცა სინათლეს მაინც ირჩევს სადღაც რა და ამის გამო მე შემიძლია მიყვარდეს ეგ ადამიანი რა პატარა რაღაცა არჩევანის გამო რა და არ დავიწყო მაგის განსჯა რომ აი მატყუარა და ეს არ არის ხა სულიერ გზაზე არ დგას რა თქმა უნდა ეგეც შემიძლია ძალიან კაი და მარტივი იქნებოდა მაგის გაკეთება რა მაგრამ ნუ მე უფლება არ მაქვს იმიტომ რომ მე თვითონ ვიყავი ეგეთი ადამიანი და ხა მე რა უფლება მაქვს სხვაზე ვილაპარაკო ზუსტად მეც მაგითო ვთქვი რომ მეც ვიდექი მაგ გზაზე რომ მე არც არავინ არ არის მაგისგან დაზღვეული და ერთ იოქს უსმენდი რომელმაც თქვა რომ შენ შეიძლება ნებისმიერ დროს ნახო დიდი მასწავლებელი რომელიც იმ მომენტში ცოტა მოწამლული შეიძლება იყოს და შენ იმ მომენტში დაინახე და იმ მომენტში შეაფასე რა ვიცი ხა რამდენჯერ იცლება ხოლმე ჩემი შინაგანი მდგომარეობა რა ხანდახან შეიძლება მართლა ძალიან ღვთაებრივ მდგომარეობაში ვიყო ხანდახან შეიძლება იმდენ სჭამდა ვერ ვჩერდებოდე და ეგეთ დემონურ გამოვლენებაში დამინახოს ადამიანმა და გაჩნია როდის დამინახავს და რა შეფასებას გააკეთებს ხო? წამიერად შეგაფასებს ხო? მან საერთოდ რო არ შევაფასოთ ერთმანეთი ჯობია. ყველაზე იდეალური მდგომარეობა ალბათ ეგ არის რომ როგორც ჩვენი მეგობარი ალექსი ხო, მაგან მოაყო ასე ვთქვათ ეს არ შეფასების შადრევანი და კი და სულ თუ ამ ეპიზოდს ნახავს დიდი სიყვარული ჩემგან ხო მე მახსოვს რომ ინდოეთში რომ ჩამოდი ხო ჩავწერეს და რაღაცა და რაღაცა მე რა ხო კითხულობ ეხლა ამ წიგნებს კითხულობ და აი სულ ესე ჩამესმის ხოლმე ალექსის ისინი უფრო მაღალ ფარდოვნად წერენ ამ ყველაფერს მაგრამ ის თავისი მარტივი ენით როგორ ხსნეს იგივეს რასაც ესენი წერენ რაღაცა და ამიტომ ხო განსჯის და შეფასების გარეშე ცხოვრება ალბათ თუ შეიძლება რომ თქვა რომ რამე მიზანი მაქვს ეხლა ალბათ ეგ არის რა რომ შევძლო ეგ ბოლომდე რაღაცნაირად შევისის ხორცო ხო ჩვენ მაინც რაში არის კიდე ის პრობლემა რომ გონია რომ ეს კარგია გონია რომ უნდა გამოსაჯოს და უნდა შევაფასოთ რა არის კარგი რა არის ცუდი რა გონია რომ მე კარგი ადამიანი ვიქნები თუ ამას გავაკეთებ ან ბოროტებას როგორ შეიძლება რომ შეურიგდე ანუ მაგ პარადიგმაშიც ვიზრდებით ჩვენ რომ რაღაცაზე თვალი არ უნდა დახუჭო რაღაც ბოროტებას არ უნდა შეურიგდე რა უნდა გაუწიო წინააღმდეგობა და მე შესაბამისად აი მლიქვნელი არ უნდა იყო აი ქრისტიანობა დუალური რელიგიაა რა მანდ გვაქვს ბევრი ცუდი ბევრი კარგი ხო 7 ნეტარება და იქით კიდე 7 ცოდვა მომგდინებელი რომელმაც შეიძლება ცოდვაში ჩაგაგდოს და გინდა არ გინდა უკვე ეგ შეფასებას გაკეთებინებს რა და აი რაღაცნაირად ეგ ცოდნა საჭირო იყო თავის დროზეც, იმიტომ რომ ადამიანები ზოგადად არ ვიყავით ინტელექტუალურად იმისთვის მზად, რომ ეს ცოდნა მიგვეღო, ეხლა რა ცოდნაც შემოდის უკვე. და მაშინ ეგ პარადიგმა საჭირო იყო და მაგიტო ამბობენ ხოლმე, რომ აი თევზების ეპოქა დასრულდა, გადავედით ეხლა მერწყულის ეპოქაში. ხო, მაგას ნიშნავს, უფრო თავისუფალ აზროვნებას ნიშნავს, რომ გამოხვიდე ამ ჩარჩოებისგან, შეფასების და არ შეფასების ჩარჩოებიდან რა. და ბუნებრივად უკვე თლიანობა დააფიქსირო ამ სამყაროს. გონია რომ შეფასება სწორია რა. აი ეგაა პრობლემა. გონია რომ ეგაა სწორი და მაგას ვაკეთებთ არა და ალექსი მე გააკეთა რომ უი ეგ არ არის სწორი. უი ეს არ არის სწორი. მაშინ მოვიშორებ ამას რა უნდა ეხა ამის მოშორებას არაფერი. უბრალოდ უნდა გადაწყვიტო რა. ეგ არის. ხო. როდის იწყებაო ადამიანის ტრანსფორმაცია, გაცვეთილი სიტყვა კი არის, მაგრამ ვიხმარ მაინც ტრანსფორმაციო. იმ წამს როცა გადაწყვეტო. ხო, აი გადაწყვეტილების მიღების შიში გვაქვს ხოლმე. იმიტომ რომ გადაწყვეტილებას თუ მიიღებ, მე პასუხისგებლობას იღებ ამ გადაწყვეტილების შედეგებზე. კი, პასუხისგებლობის აღებაც არ გვინდა, იმიტომ რომ პასუხისგებლობას თუ იღებ, მე რა შედეგიც დადგება, მაგ შედეგზეც პასუხისგებელი ხარ. და პლუს მან ძალიან მნიშვნელოვანი ერთი საკითხი, რომ ის რაშიც შენი ცხოვრება, მაგალითად მე 30 წელი სიტყვაზე ვიწახი, ხო, შეფასებები. მე როლს კარგავ. რა უნდა გააკეთო ახლა? და ეგ ადამიანებს ხო ეშინიათ რა. როლის გარეშე დარჩენა ეს ძალიან ძიმე რაღაცა, აი დამოკიდებული ადამიანები, რატო არ ადინებებენ რაღაცაზე დამოკიდებულებას ხო? რა უნდა გაკეთონ მე? აღარ იცი ვინ ხარ? აღარ იცი ვინ ხარ, იმიტომ რომ ის ხარ. ის შეგრძნება ხარ, ის გრძნობა ხარ, ის აქციელი ხარ, ყველაფერი ის ხარ და მორჩევი მან რა დამთავრდები და მუდმივი ტრანსფორმაცია. ობნამაში ვაი, მუდმივი ნგრევა. აი მან აი ხა ინდოეთში მოგზაურობა ძალიან დამეხმარა, ეხა ომნამაში ვაი ეს შემთხვევით არ მithქვამს. შიოს ტაძრებში შესვლა იყო, ეგ განსაკუთრებით შოკის მომგვრელი.
როდესაც შედიხარ უზარმაზარი ტაძარია და იქ რაღაცა რიტუალებს ატარებენ და ეს ენერგია არის ზღვა ენერგია. დუდუნებს, ხო და შედიხარ, ჯდები ცოტა ხანი და ნუ არ ვიცი რა ხდება იმ დროს, მაგრამ გამოვდივარ და ხდები რომ არაფერი არ ვიცი. ანუ ყველაფერი დაინგრა რაც კი თავში იყო. მაგრამ მე ისიც კი არ ვიცოდი რომ თავში რაღაც იყო გესმის. იგა. ხო და მე რო დაინგრა მე მივხვდი რომ თურმე რაღაც ყოფილა. იგა, ეხლა ფულზე რაც მოვყვები ხო? კი, ზუსტად. საერთოდ არ ვიდოდი ეგ ჩემში თუ არსებობდა, რომ ეგეთი შეგრძნებები მე მოვიდა, რომ ვკითხულობდი მაგას ცრემლები მომდიოდა და საიდან მომდიოდა ცრემლები, ანუ რაღაც ჭეშმარიტებასთან მივედი აშკარად, ხო? რაღაც შეგრძნების დონე და დამომივიდა ცრემლი, ხო? ანუ გავაცნობიერე, რომ და რამდენია ეგეთი? 99%. და აი ეს არც ოდნაზე რო ვლაპარაკობდით. აი ამ შეფასებისგან სწორედ მაგის გაცნობიერება გვიხსნის რომ არ ვიცი. არ ვიცი. არაფერი არ ვიცი ცუდი მაგაში რომ არ ვიცის გაძლევს როცა აი რაღაც მიღმიერში გაიხედავ და მიხვდები რომ რამხელა უსასრულობა არის ამ სამყაროში და მე წარმოდგენა არ მაქვს რა როგორ არის აშენებული და აი ვინ ვარ ხა ამ ხელა უზარმაზარ მისტერიაში რომ მე რაღაცა შეფასებას ვაძლევ რა არის კარგი და რა არის ცუდი რანაირად ვიცი მე როგორ ჯობია რომ იყოს ეს ხო ძალიან დიდი სითავხედია. ხო, ნუ ან რაღაც მომენტებში ვიცით როგორ ჯობია. სუბიექტური აღქმა არის ხო, რეალობის, მაგრამ მან აცნობიერებ ერთი რაც შემოდის ის რომ შენაფასებ, რეალურად შენაფასებ, თუ ის დაჯერება აფასებს, რომელიც მოგხდებოდა ბავშვობიდან, თუნდაც კოლექტიური არისტოკრატია, ვინ აფასებს? და მასშტაბა ყველაზე კიდე კითხვის ნიშანი და მან არის ჩემთვის მან გახდა საშუალება რომ არ შეფასების გადახედვა მომხდარიყო. იმიტომ რომ ვინ აფასებს? იმიტომ რომ რაღაც რასაც ვამბობდი ცუდია თქო. ეხლა ის არ ცუდია, არც კარგია. ან რა ცუდი იყო, ეხლა კარგი გახდა, ხო? ანუ როგორი ცვალებადია, ხო? არ არის რაღაც ტალღაა რა, მიდის. მადლობა ალექსის მოკლედ რომ ეს შემოიტანა ჩვენში ეს ყველაფერი. ქართულ ნარატივში არ შეფასებით ცხოვრება. კი, და რა ვიცი. ბოლოს მინდა რომ აი იმ ადამიანებს ვინც ვისმენენ და ეხლა არ ვიცი რამდენი ხანი ვილაპარაკეთ, მაგრამ თუ ამ ყველაფერში ერკვევიან და უნდათ რომ რაღაცებში გაერკვენ. რას ურჩევდი, რას ეტყოდი? თუ შეგიძლია რჩევა მისცა. რთულია რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვიცი, სიყვარულის იქით მაინც სხვა გზას მე ვერასდროს ვერ ვხედავ და სიყვარული კიდე გაცნობიერების შედეგია რა, ეგორი ერთად უნდა იყოს და უბრალოდ უაზრო სიყვარულიც არ გამოდის. თუ აზრი არ აქვს და გაცნობიერებული არ არის, შეიძლება ფანატიზმში წავიდეს. და გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია და გაცნობიერების შედეგი თუ სიყვარული არ არის, ესე იგი რაღაც არაცნობიერად, რაღაცას ვერ ვაცნობიერებ კარგად. და ეს ორი მეგობარი არის და ამისთვის აი ქრისტეს და ბუდას დაუძახებ რა. ქრისტე იყოს სიყვარულის გზა, ბუდა იყოს ცნობიერების გზა და ყავდეს აქ. ეს დავიდოთ ხოლმე ხელი. გავჩუმდეთ. მეც ვურჩევ. ამ ბოლო დროს ხვდები რომ აი ადამიანებს ძალიან ჭირდებათ გამზადებული პასუხები რა. ეხლა მე ჩემს მაყურებლებს ვეკონტაქტები, ძალიან ხშირად ველაპარაკები და აი ეს ვორქშოპი რაღაცები რო გქონდა, იქაც გრძნობ რომ უნდათ რომ აი უთხრა და პირდაპირ უთხრა რაღაც. და მაქსიმალურად ერიდებიან მარტო დარჩენას და ჩაღმავებას. და მე მგონია რომ სიმარტოვეში ოღონდ არ გულისხმობ განდეგილობას და ყველაფრის განმოწყვეტას, მაგრამ ეს თუ საჭირო მაგაშიც პრობლემას ვერ ვხედავ. უბრალოდ საკუთარი თავისთან მარტო დარჩენა, საკუთარი ხმის მოსმენა. იმიტომ რომ მაგის გარეშე ვერაფერს ვერ ვიზავთ. და გამზადებული პასუხები კი არა და რა ვიცი, რაღაც არ ვიცი რა. შენ თვითონ რომ მიხვიდე რაღაც პასუხამდე, მაგაზე გააზრებული პასუხი არ არსებობს. იმიტომ რომ ყველას გვახსოვს სკოლაში რო გვასწავლიდნენ რაღაცას, რასაც ვიზეპირებდით, არაფერი არ გვახსოვს, მაგრამ გააზრებით, როდესაც მივდიოდით, ყოველთვის ის შეიძლება გამოგყოლა და რა ვიცი, 2 წელი მაინც, ხო?
სიტყვა და დავრჩეთ მარტო რა, ნუ გვეშინია მარტო ყოფნის, იმიტომ რომ ძალიან კარგია მარტო ყოფნა, გულისხმობ საკუთარ თავთან, თუნდაც 1 საათი, აი უბრალოდ დააპრაქტიკეთ, არ ჭირდება მაგას მედიტაცია, 1 საათი დაჯექით სიმარტოვეში. ტელეფონი გადადეთ, კომპიუტერი გადადეთ, ყველაფერი გადადეთ და ესე უბრალოდ იჯექით რა და ნახეთ რა მოხდება სხეულში და მგონია რომ სასწაულები იწყება მანდ. რაც ხატანში არ დაგაყენებს, გულისხმა ახსენე და ეგ სიტყვა მიყვარს და პატარა რამეს ვიტყვი, რომ კი უნდა უსმინოთ გულისხმას გულის ყურით. გულის ყურით. გულისხმათ უნდა გაიგო, გულის ყური უნდა გამოიბა და სიჩუმე არის საჭირო რომ გულისხმა გაიგო, იმიტომ რომ ის არ ყვირის ჩურჩულებს. ყვირის ეგო. ხო, და ერთ ეგოზე ვიტყვი რა, სულ მინდა რომ თქვა არას დროს არ მომეცა მაგის საშუალება რომ ხალხს დროებით გქონია რომ ეს ეგო ცუდია. ანუ ეგო რო არ იყოს, მე ვერც პოდკასტს ვერ გავაკეთებდი. შენ ვერც შენ გადაცემას ვერ გააკეთებდი. ვერაფერი ვერ შედგებოდა ამ სამყაროში. უბრალოდ ჩვენი ამოცანა რომ ეგოსთან არ იგივდებოდეთ და ის არ გვეგონოს ჩვენი თავი, თორე ეგო ყველა ვარიანტში უნდა იყოს, ხო? არაფერი ამაში დემონური, ცუდი და მოსაჩვენებელი და აბა გადავაგდოთ და მოვკლოთ არ არის რა. ხო, ამიტომ შეიყვარეთ თქვენი ეგო. როგორც მასემ თქვა, ემეგო ეცეკვეთ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. შენთან მე კი დარწმუნებული ვიყავ, რომ საინტერესო იქნებოდა, მაგრამ მე მიყვარს კერატე, ხო? მე არ ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ მადლობა, რომ ჩემი ძალებში შეჭრა შეგებოდა. და ჩემ მაყურებელს და უთხრა, რომ ვთხოვო, გამოიწეროს YouTube-ის არხი, მოიწონოთ ვიდეო და გამიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში და თქვენ უკვე იცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ჩემი არხიც გამოიწერეთ. მათემას არხიც გამოიწერეთ აუცილებლად. მადლობა. მადლობა.